მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი, მე მისი წამყვანი ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს და რომელიც გახლავთ ნაკულბაქევის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის სახელობის ღვთისმსახური დეკანოზი შიო ბაკურია. მოგესალმებით მამა შიო. მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის. პირველი კითხვა არის ესეთი, ესე იგი, ზოგადად ცოდვა როგორ შემოდის ადამიანში, რა შედეგები მოყვება მას და როგორ გამთავისუფლდეთ მისგან. ესეთი კითხვა არის ჩვენი მაყურებლის მიერ. საინტერესო, რთული შეკითხვა შეიძლება ითქვას. მოგეხსენებათ საეკლესიო სწავლების მიხედვით მას შემდეგ რაც ჩვენი პირველ მამა ადამის ამოთხეში სტუნდა და დაეცა, ადამიანს არტოვებს ცოდვა მისი დაზიანებული ბუნების გამო მიდრეკილება ამ ცოდვისკენ. მარტივად თუ ვიტყვით, ცოდვა ეს არის ნებისმიერი არასწორი საქციელი და ჩვენ ამას ჩვენივე სინდისი გვეთქვის ხოლმე. როგორ იწყება, როგორ ვითარდება ადამიანში ცოდვა. ამაზე ნათლად ვცემს პასუხს წმინდა იაკობ მოციქული თავის კათოლიკ ეპისტოლეში. როგორ ვითარდება ცოდვის გენეზისი. ზოგადად თუ ვიტყვით, ასევე წმინდა მამათა გამარტებით, ცოდვა შემოდის ზრახვით, ანუ აზრებით, ფიქრებით, შემდეგ ის ადამიანში გამოიწვევს გულის თქმას, დომასურვილებს, ხოლო შემდეგ უკვე ხდება ცოდვის საქმით აღსრულება, ხოლო ცოდვა ადამიანში შობს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ სიკვდილს, საბოლოოდ ძალიან მძიმე განცდებს და ცოდვას უნდა უმკურნალოთ ცხადია სინანულით. ადამიანი, რომელიც მორწმუნეა, რომელსაც წამს ღვთის არსებობის და ცდილობს, რომ ღმერთთან იმეგობროს, ღმერთი ეძებოს და მისი მცნებები დაიცვას, ის ყოველთვის თავის თავზე, თავის გულზე და გონებაზე მუშაობს. აი, ეკლესიური ცხოვრება, ლოცვა და მათ შორის სინანულის ანუ აღსარების საიდუმლო გვეხმარება, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ცოდვას და ნელ-ნელა მისგან თავი გავითავისუფლოთ. კეთილი. ესეთი კითხვა არის, აუცილებელია რომ მოძღვართან თქვათ აღსარებაო, ჩვენს გულში რომ მოვინანიოთ ხატების წინაშეო, არ მიგვეტევებაო? დიახ, ამ კითხვას არაერთი ადამიანი გვისვამს ხოლმე, ხომ შეიძლება ხატს ვუთხრათ ჩემი აღსარება. მოგესალმებით, აღსარების საიდუმლოს შესახებ საუბარი გვაქვს პირველივე საუკუნეში წმინდა წერილში. წმინდა იაკობ მოციქული თავის კათოლიკ ეპისტოლეში ამბობს, რომ ერთმანეთის წინაშე ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები. უფრო მანამდე, როცა ქრისტე იორდანეში მოინათლება, მისი პირველი ქადაგება ასე იწყება: მოინანიეთ, მოახლოებულია სასופველი ცათა და ადამიანები ინანიებდნენ თავის ცოდებს. უფრო მარტივად მეგობრებო, რა თქმა უნდა, ადვილია რომ ხატთან თქვა შენი ცოდვა და თულია თქვა ის ადამიანის წინაშე, მაგრამ საეკლესიო მსახურება მოციქულთაგან დადგენილი წესები ასე მოქმედებს: უნდა ადამიანმა ცოდვა აღიაროს ადამიანის წინაშე. ვიცით რომ აღდგომის შემდეგ ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოციქულებს მისცემს სულიწმინდას, სულიწმინდის მათ საიტყვის, რომ მათ აქვს ძალაუფლება ცოდვების პატიებისა. აი ეს სამოციქულო მემკვიდრეობა გადაეცემა წმინდა ეკლესიას და მის ღვთისმსახურებს, ასე რომ თვითონ ჩვენც ღვთისმსახურებიც ვალდებულნი ვართ, თქვათ, აღსარება სხვა მოძღვართან, ღვთისმთავართან და ასე გულები გავისუფთავთ. ასე რომ საეკლესიო პრაქტიკა გვიჩვენებს უძველესი დროიდანვე, რომ მორწმუნეები ინანიებენ თავიანთ ცოდვებს საეკლესიო წრეში, საეკლესიო პირების წინაშე. ესენი იყვნენ მოციქულები. არის გადამოცემა, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები საჯაროდ აი პირველ მცირე თემში ამოდნენ ხოლმე თავიანთ ცოდვებს. შემდეგ კი აი ეს ასე ფორმირდა ეს, როდესაც უკვე მოციქულებმა დაადგინეს ეპისკოპოსები, პრესვიტერები, მღვდლები, დიაკონები, ესე იგი ინანიებენ ცოდვებს სასულიერო პირის წინაშე და ისინი მათ აძლევენ ცხადია ღვთის მადლით შენდობას. ბარემ აქვე ვიტყვით, როგორი მიდგომა არის აღსარების საიდუმლოში. ადამიანი, მონანული ადამიანი და ღვთისმსახური ერთად განან უფლის პირისპირ და ერთად ხოვენ უფალს ცოდვის პატიებას. თუ ჩვენ ყურადღებით მოусმენთ ჩვენს თავზე წაკითხულ, ღვთის მიერ წაკითხულ შენდობის ლოცვას, იქ ჩანს ჯერ ღვთისმსახური უფალს შეახსენებს მის გულმოწყალებას, როგორ მიუტევა მან მონანულ მეძავს ცოდვები, როგორ აპატიემა პეტრეს უარყოფა, როგორ განუწმინდა გული მეზვერეს. და ამის შემდეგ უფალს თხოვს რომ აპატიოს ამ ცოდვასაც. ესე იგი ეს მნიშვნელოვანი საეკლესიო საიდუმლო არის და ამაში მონაწილეობა ევალება ყველა ქრისტიანს. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ?
ისაუბრეთ. მოგესალმებით. საღამოშიდობის. დიდი პატივისცემით და სიყვარულით, დიდი მადლობა ამ გადაცემებისთვის. საღამომშვიდობის და გიორგი პეტროპავლოვის მარხვის დაწყებას. დიდი მადლობა. ასეთი შეკითხვა მაქვს, არ ვიცი ახლა რამდენად შესაძლებელია ეს სატელევიზიო ეთერში გაჟღერდეს, მაგრამ წავიკითხე, რომ მეუღლეები ცალკე განიკითხებიან სამსჯავროს, უფლის სამსჯავროს წინაშე და აი რას ნიშნავს ეს? როგორ შეიძლება რომ ეს გავიგოთ? ან თქვენ რამდენადაც შესაძლებელია და ეთერი მოგცემს საშუალებას, რომ ამის შესახებ გვესაუბროთ, აი თორქმრული ურთიერთობასთან დაკავშირებით და მეორე კითხვა მაქვს კიდევ ასეთი ბოდიშრიხტი დედათა წესის დროს შეიძლება თუ არა კუნილზე ლოცვა. დიდი მადლობა. მადლობთ ზარისთვის. დიდი მადლობა, რაც შეეხება მეუღლეობრივ ცხოვრებას და მეუღლეები ერთად განიკითხებიან თუ ცალკე. ზოგადად მეუღლეობა ქორწინებით წესი ღვთის მიერ კურთხეული დადგენილი არის ჩვენს აი ამ ფორმით მეწიერ ცხოვრებაში მეგობრებო. შეგახსენებთ სახარებიდან როცა უფალს სადუკევლები ეკითხებიან, აი მაგალითად ერთ ქალს ყავდა რამოდენიმე ქმარი და როცა მოხდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა, ვის ცოლი იქნება ეს ქალი? უფალი ამბობს აქ. მომავალი აღდგომის შემდეგ არ იქნება არც ქორწინება, არც გაქორწინება, არამედ იქნებიან როგორც ანგელოზები ადამიანები და აი ამ მომავალ ანგელოზებრივ ცხოვრებას სამყაროს დღეს სწორედ მონაზნობა შეახსენებს. ასე რომ, რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება ინდივიდუალურად განიკითხება უფლის სამსჯავროზე. მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ მეუღლეობა გამორჩეული სიკეთეა ბუნებრივია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს უზიარებს თავის ყველა ემოციას, ეს არის ერთად სიტყვა ჯვრისა, რათა ერთმანეთს დაეხმარონ სწორედ ღმერთთან მისვლაში. რაც შეეხება მეორე კითხვას, დედათა წესის დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება ლოცვა შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში. კი ბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები, ვინ დაწერა ბიბლია და რატომ უნდა ვენდოთ იქ დაწერილს, უწერს გიორგი. საინტერესო შეკითხვაა, ამ კითხვას ჩვენ ბევრი გვისამსხობენ დამეთანხმებით ამაგურამ. აი რა ვიცით რომ აქ ყველაფერი მართალი წერია. ზოგადად მეგობრებო, ეკლესიაში მოქმედებს ასეთი პრინციპი. მოციქულთა მიერ გადმოცემული წმინდა მოძღვრება უნდა ეკლესია მუდამ დაიცვას უხრწნელად. წმინდა წერილი შედგება ბიბლია ორი ნაწილისგან. თავად ბიბლია ნიშნავს წიგნთა კრებულს, წიგნებს არა, ბერძნულად და ბიბლია წიგნები. ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წიგნებისგან. ძველ აღთქმაში არის 50 წიგნი, ხოლო ახალ აღთქმაში 27 წიგნი. ძველი აღთქმის წმინდა წერილის წიგნები, რა თქმა უნდა, მოიტანა ძველი აღთქმის ეკლესიამ, იუდაურმა გარდამოცემამ, რომელიც გადმოვიდა ახალი აღთქმის ეკლესიაში, რომელიც არის აღსრულება და გაგრძელება აი ამ დიდი განგებულებისა, ხოლო ახალი აღთქმის წიგნები ისტორია ძალიან საინტერესო არის. მოგეხსენებათ პირველ საუკუნეში, როცა უკვე მოციქულები სულიწმინდას მიიღებენ და ასე გამხნეობლები ქადაგებენ დაუღალავად ქრისტეს, ისინი წერენ ეპისტოლეებს, წერილებს. უკვე მეორე საუკუნეში მეგობრებო, როცა მოციქულთა მოწაფეები იწყებენ მოღვაწეობას, იწყებენ ნელ-ნელა მოციქულთა მემკვიდრეობის შემოკრებას. ბუნებრივია ამ დროს ასევე იწერებოდა მსგავსი სახის ლიტერატურა და უკვე მეორე საუკუნიდან ცდილობენ მოციქულთა მოწაფეები, რომ არაფერი ხინჯი არ შეეპაროს ამ წერილს და ყველაფერი დაიცვან უხრწნელად. აი მესამე საუკუნეში ცნობილი ღვთისმეტყველი ალექსანდრიელი ღვთისმეტყველი ორიგენე იწყებს ასევე გამალებულ მუშაობას, თუ რამე აქვს მას ხელთ ახალი აღთქმის წიგნების კრებულების ეგის მათ შედგენას ახდენს და ესე უკვე ბოლოს მეოთხე საუკუნეში ცნობილი არის ლაოდიკიის კრების, აგილობრივი კრების კანონების 27 კანონთვალსტები მიიღებს წიგნების ჩამონათვალს და ოდნავ გვიან მიემატება იოანეს გამოცხადება. ანუ თავისი ისტორია აქვს აი ამ წიგნების ერთად შემოკრებას მეგობრებო. ეკლესია ყოველთვის ცდილობს რომ ზედმიწევნით გამოიკვლიოს, ცდილობდა ასე რომ ესე იგი ყველა ეს წიგნი და თუ რამე ნაყალბები, თუ რამე არასწორი იყო ეკლესია მეცადია გადადო გვერდზე და მიიღო კანონი წმინდა წერილის წიგნებისა. ძველი აღთქმის ეს წიგნები და ესე იგი ძველ აღთქმაში მიიჩნევა რომ არის 50 წიგნი, მათ შორის ზოგიერთი არის არაკანონიკური, თუმცა შედის ის ჩვენ ბიბლიაში, როგორც საინტერესო და მიღებული ეკლესიის მიერ და ახალი აღთქმის 27 წიგნი. ასე რომ ამ წიგნების შემოკრებას დიდი ისტორია აქვს და ეკლესია დღემდე მას იცავს კაცრად, რომ აქ რაიმე არც დააკლდეს და არც შეემატოს. კეთილი. გიორგი წერს, მაყურებელია ჯერ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? გამარჯობა. მოგესალმებით.
მოგესალმებით. საღამოშვიდობისა. მეთვადაგლოცოთ. ადლოთ. ასევე თქვენც. მაინტერესებს. ისაუბრეთ. მაინტერესებს გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული რა გზას გაივლის და ჩვენ რით შეგვიძლია აქედან დავეხმაროთ გარდაცვლილი ადამიანის სულს. მადლობა. მადლობ ზარისთვის. დიახ, მადლობა შეკითხვისთვის. საეკლესიო სწავლების მიხედვით, რომელიც ცხადია ემყარება მეგობრებო, წმინდა წერილს და საეკლესიო მამათა მოძღვრებას, როდესაც ადამიანი ბიოლოგიურად გარდაიცვლება, მოკვდება, მისი სული, ანუ ცნობიერება, მოაზროვნეობით ნაწილი რჩება ცოცხალი, ანუ განმცდელი სიხარულისა ან ტანჯვისა. ანუ ცოცხალი არის ის. მას ცხადია ჭირდება შეწევნა. მოკლედ რომ ვთქვათ, საეკლესიო პრაქტიკაში არსებობს 4 სახის მსახურება, რომელიც დადგენილი არის სწორედ ჩვენი მიცვალებულებისთვის. ეს გახლავთ ჩვენი პირადი ლოცვები, მაცსახელზე შესრულებული, მოწყალება, მაცსახელზე გაცემული სიკეთეები, პანაშვიდში, ანუ საეკლესიო მსახურებაში მათი მოხსენება და ლიტურგია, წირვაში მათი მოხსენება. ბოლო ორი, ანუ პანაშვიდი და ლიტურგია გახლავთ მღვდელმოქმედებითი მსახურებანი და როგორც ეკლესია გვანუგაშებს, მღვდელმოქმედება არ იკარგება, ადამიანს მიეფინება. ჩვენ ცხადია ბოლომდე ადამიანის მდგომარეობა არ ვიცით, თუმცა მეტნაკლებად ვიცით როგორ ცხოვრობდა ეს ჩვენი ახლობელი, არა? მნიშვნელოვანი არის, რომ თავად ჩვენ ვიყოთ ეკლესიის წევრები, თავად ჩვენ ამოვეთ აღსარებას, ვეზიარებოდეთ და ჩვენი ლოცვით მათ შევეხიდოთ და გქონდეს იმედი, რომ მათ უფალი შეეწევა და შეიწყალებს. ისე კი მარადიულობის გაცნობა, ღმერთთან ურთიერთობა სწორედ იწყება ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში. თავარია ამ ცხოვრებაშივე, ჩვენს ყოველდღიურობაშივე გქონდეს შეხება, ურთიერთობა, თანაზიარება მარადიულ ღმერთთან, რათა როცა ჩვენ დავტოვებთ ამ წოდისოფელს, მას შევხვდეთ და მასში მარადიულად გავიხაროთ და არ დაღავისდეს, რომ ყველას ჩვენგანს მოგველის მკვდართა აღდგომა, ანუ აღდგომა. მოციქული პავლე ამბობს, რომ ჩვენ უნდა ამის ხმად ვწამდეს. როგორც ქრისტე მოკვდა და აღდგა და ის ცოცხალია მარადიულად, ჩვენც მოგველის აღდგომა. ყველა უნდა აღდგეს, თუმცა აღდგომელთა შორის ცხადია უფალი განარჩევს. მასზე მინდობილებს, მის მორწმუნეებს, მისცემს უკვდაებას და მარადიულ ცხოვრებას, ანუ სასუფეველს. რა არის ყველაზე მთავარი ცხონებისთვის? ალბათ ადამიანმა ისწავლოს უმთავრესი თვისება, რაც არის სიყვარული და შეიყვაროს ღმერთი და ადამიანები. კეთილი გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. გიორგი გვწერს, როდესაც გულში განვიკითხეთ სასულიერო პირი, ან უფრო მეტიც საკუთარი მოძღვარი აღსარებისას უნდა გაუსვათ ამას ხაზი თუ უბრალოდ საკმარისია თქვათ შევწოდე განკითხვით. მაინტერესებს, როდესაც მისიონერი მოღვაწეობს და სხვა აღსარებლობის ხალხთან, სად არის ამ დროს ზღვარი სწორ მისიონერობა, ანუ ეს სხვა კითხვაა უკვე ფაქტიურად. კი ბატონო, რაც შეეხება პირველ კითხვას, ასეთი, აი მე გეტყვით ძალიან გულახდილად. მეც მქონია მსგავსი მომენტი, როდესაც რაღაცა თუნდაც ჩემ მეგობარზე რაღაცა ესე განკითხვას ჩავარდი სასულიერო პირის და მithქვია პირადად მისთვის მე გაჭირვებით, მაგრამ მისგან დიდი სიყვარული მიმიღია. ასე რომ ეს ადამიანურია ყველაფერი, როდესაც მოძღვართან სულიერი შვილი გულწრფელი და გახსნილია, ეს უფრო უხარია მოძღვარს, იმიტომ რომ ჩვენთვის არაფერი ადამიანური უცხო არ არის, მინდა დავამშვიდოთ ჩვენი მეგობარი და იყავით გულწრფელი, უფრო მეტ სიყვარულს მიიღებთ. კეთილი. მაინტერესებს, როდესაც მისიონერი მოღვაწეობს სხვა აღსარებლობის ხალხთან, სად არის ამ დროს ზღვარი სწორ მისიონერობასა და ეკუმენიზმს შორის? სად არის ის ნაღმები, რომელზედაც მისიონერმა არ უნდა დააბიჯოს ფეხიო? ალბათ მისიონერმა კარგად უნდა შეისწავლოს წმინდა ეკლესიის მოძღვრება, სწორად უნდა შეისწავლოს და სწორედ ყველა მისი მოქმედება ნამოქმედარი უნდა გაფილტროს საეკლესიო სწორი მოძღვრების შუქზე, რათა მას ესე იგი სერიოზული შეცდომები არ მოუვიდეს. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის, ვინც ქრისტიანი არ არის, მართლმადიდებელი, ყველა ჯოჯოხეთში მოხდება გარდაცვალების შემდეგო? მეგობრებო, საეკლესიო სწავლების მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი სწორი ჭეშმარიტი ეკლესია, რომელსაც უპირია ხელთ ჭეშმარიტების ჩირაღდანი და მეგოძღვის მარადიული ცხოვრებისკენ. აი ეს არის საეკლესიო მოძღვრება და ჩვენ ცხადია ამ მოძღვრებას ვიღებთ ვენდობით და ემორჩილებით. კი ბატონო, გვიანებთ პავლე მოციქულსა და იოანე ოქროპირზე ცოტა რამ მაინცო.
დიახ, ვურჩევ ჩვენ მეგობას რომ წაიკითხოს მოციქულთა საქმეები და პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე. წინვალედ გაიგრძნობს პავლე მოციქულს, რომელიც მართლაც არის ნესტვი ეკლესიისა. ისე კი უნდა ვთქვათ, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც იყო ძალიან ღრმად მოშურნე, ანუ მოწადინებული იუდეველი, ის იუდაურ ჯულს კარგად იცნობდა, თავად იყო ესე იგი ჯულის მეცნიერი და როდესაც დაიწყო ქრისტიანთა დევნა, ის ქრისტიანებს დევნიდა დიდი გამალებით, თუმცა დაინახა მისი გული გასწმოყარე უფალმა, თავად გამოიცხადა მას და ვიცით რომ უფლის გამოცხადების შემდეგ პავლე მოციქული მოინათლება, გადაიაზრებს თავიდან ბოლომდე თავის რჯულს, მიხვდება რომ სწორედ ქრისტეა ძველი აღთქმის ჯულში ნაქადაგები მესია, მხსნელი და ის გახდება მხურვალე ქრისტიანი, ისე რომ მის გამო მოკვდება კიდეც. დანარჩენს მის ეპისტოლეებში გაეცნობათ. რაც შეეხება წმინდა იოანე ოქროპისის გახლავთ მე-4 საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე კონსტანტინოპოლის დღევანდელი სტამბოლის მღვდელმთავარი ანტიოქიიდან ცნობილი მქადაგებელი. მან დაგვიტოვა ძალიან ბევრი წერილობითი მკვიდრობა მის ქადაგებები არის ცნობილი, მათ შორის ის განმარტავდა წმინდა წერილს და არის თარგმნილი ძველ ქართულად, თანამედროვე ქართულად და შეგიძლიათ მოიძიოთ და წაიკითხოთ იოანე ოქროპირის ჰომილიები თუ გამარტებები და ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებთ. კი ბატონო, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ო, მაინტერესებს ვარ აღსარებელი, მაზერებელი და აი ეკლესიაში პირველად დგომის დროს მადლის გადმოდის ხო ჩვენზე და აი ეს მაინტერესებს ეს მადლი როგორ უნდა მოვიპოვო და როგორ უნდა შევინარჩუნოთ. ადლობა. დიახ. მაინტერესებო. საეკლესიო სწავლების მიხედვით ადამიანი ღმერთმა შექმნა თავის ხატად და მსგავსად. მოგეხსენებათ? ხატებაში გულისხმება ძირითადად ორი მთავარი თვისება: მოაზროვნეობა, მოაზროვნე გონება და თავისუფალი ნება. ხოლო მსგავსება ეს არის ამ თვისებათა რეალიზაცია და ღვთისკენ სწრაფვა რა. აი ეს ორივე თვისება უნდა იყოს ჩართული საეკლესიო მსახურებაში. ანუ ჩვენ უნდა ცნობიერად ჩავერთოთ საეკლესიო მსახურებაში, კარგად გავიაზროთ ღვთისმსახურება, ვიყოთ ძალიან მსახურებაში ჩართულები და მაშინ ვიგზნობთ კიდევაც ნაყოფს აი ამ დიდი მადლისა, რაც თქვია, მსახურებაში, მათ შორის აღმატებულად წირვაში მონაწილეობა, წმინდა ზიარების მიღება, რომელიც არის მომავლის დაგემოვნება. ანუ ესე იგი ჩვენ როცა ვეზიარებით, თქვენ ზიარება ახსენეთ, ჩვენ ჯერ კიდევ მოკვდავნი უსინჯავთ გემოს მომავალ აღდგომას, უკვდავებას და მარადიულ ცხოვრებას, იმიტომ რომ ჩვენ უფალს თანა ვეზიარებით უერთდებით. რაც შეეხება შენარჩუნებას, რა თქმა უნდა, წმინდა ცხოვრებით. ჩვენ უნდა ჩვენი ცხოვრებით დავამოწმოთ, რომ ვართ ქრისტიანები. უფალი გვეუბნება სახარებაში, თუ მართლა გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მსნებანი. ასე რომ საკმარისი არაა მხოლოდ ვიყოთ მონათლულები და გვექოს ქრისტიანები. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კიდეც უფლის ცნებათა მიხედვით. უფრო მარტივად რა არის ცნებები? ყველაზე მარტივად. გვიყვარდეს, ყოველდღიურად გვიყვარდეს ღმერთი და ერთმანეთი. კი ბატონო, რას გვეტყვითო ქრისტიანული დღესასწაულების გამიწიერებაზე, მაგალითად აღდგომა, რომ პასკასთან ასოცირდება შობა ღვეზელთან და ასე შემდეგ. ზოგადად ნებისმიერ დღესასწაულს, რომელიც ცხადია უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს დიდ საიდუმლოს კაცობრიობის ხსნის საღვთო განგებულებისა, ახლავს ეს მიწიერი და ხორცელი მხარეც, რაც ბუნებრივია, რა თქმა უნდა, გადამეტებული არ უნდა იყოს პასკა ახსენეთ არა? ზოგადად საინტერესო არის ეს აი ამ თუნდაც პასკამ შეუნარჩუნა ჩვენს მოქალაქეებს დევნის ან კომუნიზმის დროს ეს ტრადიციები და უბრალოდ გადამეტებული არ უნდა იყოს, სწორედ თავისთავად უხდება დღესასწაულს ხორციელი აღნიშვნაც კი. კი ბატონო. ძველი აღთქმის მოვლენები სად ხდებაო? ძირითადად დღევანდელი პალესტინის, ისრაელის, ეგვიპტის ტერიტორიაზე. რა სიტყვით წინასწარ განსაზღვრულობაზე? ბიბლიაში რომ წერია ცხონებულები დასაბამიდანვე წინასწარ არიან განსაზღვრულებიო. საინტერესო თემას შევეხეთ. ერთი მხრივ საეკლესიო სწავლების მიხედვით ერთი მხრივ ღმერთმა წინასწარ ყოველივე უწყის, ანუ ღმერთმა ყველა ჩვენგანი საბოლოო ხვედრი უკვე იცის.
მეორე მხრივ წინასწარ ჩვენთვის დაწერილი განსაზღვრული არაფერი. ანუ ეკლესიამ კაცად გმობს და უარყოფს ბედის წერას, თუმცა ამბობს რომ ღმერთმა წინასწარ ყველაფერი იცის. ეს ორი ერთმანეთში როგორ შეიძლება მოვათავსოთ ჩვენს გონებაში მარტივად. უნდა გვახსოვდეს რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით არსებობს სამყაროში ორი რეალობა, ორი სინამდვილე. შეუქმნელი და შექმნილი. შეუქმნელი მხოლოდ ღმერთია. მხოლოდ ღმერთია მარადიული, მხოლოდ ღმერთია მარადისმყოფი. ხოლო მის გარდა ყოველივე შეიქმნა არაფრისგან. ჩვენ წამოვადგენთ ქმნილებას, ხოლო ღმერთი არის უქმნელი. ასე რომ ღმერთმა როგორც სრულყოფილმა, როგორც ყოვლის ცოდნემ ცხადია, ყველაფერი უწყის, მაგრამ ჩვენ მან გვაჩუქა თავისუფლება. ასე რომ ჩვენ თავად ქმნით ჩვენ ცხოვრებას, თავად წერთ ჩვენს შვებეთს და ბევრი რამ ნამდვილად ჩვენზეა დამოკიდებული. კი ბატონო, მაინტერესებს ერთი ესეთი დეტალი, როგორ მოხვდა აბრაამი, როცა მას ესტუმრნენ, როგორ მიხვდა აბრაამი, როცა მას ესტუმრა სამი ანგელოზი, რომ მის წინ თვით ღმერთი იდგა, როცა მარტო დარჩნენ პირისპირ. ის ორი ანგელოზი კი წავიდნენ სოდომშიო. დიახ, რა თქმა უნდა. ზოგადად ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის აი აბრაამის ცხოვრებაში, როდესაც ის ისტუმრებს სამ ანგელოზს, აქ ჩანს მისი პიროვნება. როგორც სტუმართმოყვარე, როგორც აი სტუმართმოყვარებით ქადაგებელი თავისი ღმერთისა. ის ჯერ ხედავს სამ კაცს, რომელსაც უბრალოდ ეპატიჟება და საკუთარი ხელით უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მდიდარი კაცი და მსახურები ყავს. ასევე მისი ცოლის არა საკუთარი ხელით უმასპინძლებს. თუმცა თქვენ გულდასმით წაიკითხავთ აი ამ პასაჟს და დიალოგებს. მივხვდებით, როგორ ხდება აბრაამი, რომ მას უფალი ელაპარაკება. მათ შორის გზაუბარი არის აღთქმაზე, რომ მომავალ წელს ამ დროს ღმერთი მას ვაჟს, ნანატრას შვილს მისცემს. აბრაამი მორწმუნე კაცია, აბრაამი ღმერთზე მინდობილი ადამიანია. მე ვნახავთ ჩვენ მოგვიანებით, როგორ გაიმეტებს ისააკსაც კი, როგორც ახსავლებს ხვეპლად. ასე რომ აბრაამს თავის მას იწმინდე, თავის ღმერთზე მინდობამ მის საშუალება, რომ მას დაენახა ღმერთი. აი მის კვალდაყვალ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ თუ ჩვენ გავიცნობთ ღმერთს, თუ ჩვენ ვიქნებით მის ნებად აღმოსვლებენ, ჩვენ ყოველთვის დავინახავთ ჩვენ ცხოვრებაში ღვთისმოქმედებას. ნათლად. მაინტერესებს მხოლოდ ის ამაყურებელია ჯერ და შემდგომ. გისმენთ ეთერში ხართ? მაინტერესებს ადამიანის გარდაცვალების მერე ნაწილი სულებისა ხდება სამოთხეში, ნაწილი სულებისა ხდება ჯოჯოხეთში. აი რა ხდება მეორედ მოსვლის შემდეგ? აი ეს კითხვა მაქვს. მადლობთ კითხვისთვის. დიახ, საეკლესიო სწავლების მიხედვით ვიდრე მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე სამოთხისეული ყოფაც და ჯოჯოხეთური ტანჯვაც ორივე დროებითია, რადგან ჯერ გარდაცვალ ადამიანებს საკუთარი სხეულები არ აქვთ. ეკლესია ცხადია წმინდა წელს დაყრდნობით ადამიანს განიხილავს როგორც ერთმთლიანობას სულისა და სხეულისა. ასე რომ ყველა ელოდება მკვდართა აღდგომას. ისინი ვინც ცხონებულნი არიან, ცხადია, მიიღებენ უფრო მეტ ნეტარებას, ხოლო ისინი ვინც ჯოჯოხეთში იტანჯებიან, გააჩნია მათ კატეგორიას, როგორც სამას ეკლესია გვასწავლის და მამები იმაზე საუბრობენ. არიან გამოუხსნელნი, არიან გამოხსნადნი, ვისაც რაღაც ლაქები წაყვა იმ ქვეყანაზე, მაგრამ მათთვის ეკლესია ლოცულობს და მათთვის შემწენელობითია მღვდელმოქმედება. ცხადია, ყველა ადამიანის გულს ღმერთი ხედავს და ჩვენ თუ გვებრალება ადამიანი, ებრალება ღმერთსაც. ეს ვრცელი თემა არის, თუმცა ერთ რამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამოთხესაც და სასჯელსაც და ადამიანი თავად მოიწევს საკუთარი ცხოვრების, საკუთარი სინდისის, საკუთარი საქმეების მიხედვით. კითხვა რომ დავასრულოთ, საეკლესიო სწავლების მიხედვით მკვდართა საყოველთაო აღდგომის შემდგომ მოხდება საშნელის სამსჯავრო და საბოლოო ხვედრს მიიღებენ მართალნი, მიიღებენ უკვდავ და მარადიულ ცხოვრებას, ხოლო ცოდვილნი დაიტანჯებიან მარადიულად. ეთილი. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის. მხოლოდ ის ადამიანები ცხოვრობდნენ იმდენი წლები, რომლებიც მოხსენიებული თუ ყველა ადამიანის წლოვანება მსგავსი იყო ძველ აღთქმაში გულისხმობს. აი ძველ აღთქმის ბიბლიის მიხედვით როგორ შეხედავთ, როგორც ჩანს იმ დროს წელთა ხანგრძლივობა ვრცელი იყო უფრო.
არანუ რამე სხვანაირად ხო არ ითვლიდნენ ეგ აინტერესებს. ყოფილა ასეთი ვერსიები, თუმცა ამაზე ახლა ესეთი ამოწურებები პასუხი არ მაქვს. კი ბატონო. იქნებ გამარკვიოთ, როცა ქრისტეს გარდაცვალება მოხდა ჯვარზე, არის გადმოცემა, რომ აღდგნენ ადამიანები და ეჩვენენ ადამიანებს. რა ბედი ეწიათ მათ და ასევე ის სულები, რომლებიც ამოიყვანა ქრისტემ ჯოჯოხეთიდან. მაშინ ის აღმდგარნი როგორ აღდგნენ, თუ მოხდა აღმოყვანება, ვერ გავარკვიე. ამ ფაქტში ვერ გავარკვიე და იქნებ დამეხმაროთ. დიახ. ესე იგი, როგორც ჩვენ ვკითხულობთ წინა წერილში, აი მაცხოვრის აღდგომას წინ უწევდა მართალი ადამიანების აღდგომა. რა ბედი ეწიათ მათ. ისინი ცხადია მე ისევ გარდაიცვალნენ. ჩვენ ნათლად ხედავთ, რომ თავად მაცხოვარმა აღადგინა 3 ადამიანი. მათ შორის 4 დღის მკვდარი ლაზარე მისი მეგობარი არა და ისინი ისევ გარდაიცვალნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მოკვდა, აღდგა და აღარ მოკვდება, არის თავადუფალი ჩვენი იესო ქრისტე. განკაცებული ღმერთი, რა თქმა უნდა, ეს არის სული ღმერთი, სული კაცი, ერთ პიროვნებაში, ორი ბუნებაა შეერთებული, არა? ღმერთი და ადამიანი, ანუ საერთოდ და კაცობრივი. ესე იგი, და რაც შეეხება აღმოყვანებას, მან აღმოიყვანა ჯოხეთიდან მართალთა სულები. ის, ვისაც მისი მოლოდინი ჰქონდა, ისინი, ვინც მისი ქადაგება მოისმინა. პეტრე მოციქული გეუბნება თავის პირველ კათოლიკე ეპისტოლეში, რომ ქრისტემ სულთა საპყრობილეში, მოც ჯვარზე ის მოკვდა, იქადაგა. ანუ ქრისტე იქაც ქადაგებდა და რა თქმა უნდა, ვინც მისი ქადაგება მოისმინა, მან ყველა საშუალება მისცა, რომ სამოთხეში მოხვედრილიყო. კეთილი, რა ის აქვს წერს, თხოვთ მიპასუხო დილას 8 საათზე, დილის ლოცვებს უსმენ ხოლმე, უпростоრად მასთან ერთად ვლოცულობ. დამიშალეს, თქვენ რას მეტყვით, ყოველ დილას ვილოცო თუ არა ამგვარადო? მე ვფიქრობ, ლოცვა ზოგადად ინდივიდუალური არის. ალბათ თქვენ უნდა გააწყვეტოთ, როგორც თუ საშუალება გაქვთ, თავად თქვენ რომ ვილოცოთ რატომაც არა, თუ თქვათ გიჭირთ ან კითხვა, ან პრობლემა აქვთ რაიმე, შეგიძლიათ თავარი ილოცოთ. რას ურჩევდით ქართულ ოჯახებს, რომ არც ერთი შვილი არ უნდა გააჩნდეს ჯვარდაუწერელი მშობლებისა და ამის გამოსწორებაც შესაძლებელია ეკლესიის შუამდგომლობით, როგორც იტყვიან სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დიახ, ჩვენ მეგობარი ახალ რამეს არ გეუბნება, ჯერ კიდევ წლების წინ უწმინდეს მასთი კურთხევა მოგცა მორწმუნეებს, რომ ვეცადოთ, რომ არ იყოს საქართველოში ჯვარდაუწერელი წყვილი და აგერ რამოდენიმე წლის წინ მახსოვს სვეტიცხოვლის ტაძარში ერთდროულად დავწერეთ 60 წვილს ჯვარი. ასე რომ ეკლესია ყოველთვის მზად არის, რომ იმ წვილებს, რომლებსაც ჯვარი არ დაუწერია, მაგრამ თავსთვლიან ეკლესიის შვილებად არიან მოათვლები და უნდათ, რომ უფრო ახლოს გაიცნონ საეკლესიო სწავლება, ჩვენ სიამოვნებით ვწერთ ჯვარს და მათ ვეხმარებით, რომ გახდნენ წმინდა ეკლესიის სრულფასოვანი წევრები. კი ბატონო, რატომ არ ისწავლება რელიგია სკოლებშიო? ამაზე განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით მუშაობს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჯგუფი და სულ მალე უკვე რაღაც გარკვეული ნაწილი შევიდა სკოლებში. ეს უფრო საკლუბო ხასიათის შეხვედრები არის, ეს არ გახლავთ გაკვეთილის სახე და დროთა განმავლობაში კიდევ სხვადასხვა სკოლებიც შეუერთდებიან ჩემ და სასიხარულოდ. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს. და კიდევ შეიძლება გადაამოწმოთ. ერთ თემას დავამატებ, აი დღეს უკვე თითქმის ყველა სამრევლო ტაძართან არის გახსნილი საკვირაო სკოლები და ჩვენთანაც ჩვენც გვაქვს ეს საკვირაო სკოლა საპატრიარქოს ხელშეწყობით, ასევე სამრევლო სკოლა და აი მოზარდები, სკოლის მოსწავლეები ჩვენთან წირვის შემდეგ ძირითადად კვირაობით არის ეს. ესე იგი ისმენენ ლექციებს საღვთო ჯულზე, გვაქვს კითხვა-პასუხის რეჟიმი და ძალიან საინტერესო არის. ასე რომ და კიდევ იხსნება და იხსნება. ანუ თითქმის ყოველ ტაძართან დღეს უკვე არის საკვირაო სკოლა, ასევე არის სამრევლო სკოლები და საშუალება აქვთ ამ მოზარდებს, რომ ესე იგი ეკლესიის სივრცეში მიიღონ საეკლესიო განათლება. კი ბატონო, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? იმასთან დაკავშირებით, ჯვარის დაწერასთან დაკავშირებით. დიახ.
მაინტერესებს. ისაუბრეთ, გისმენთ. სახლობლებია ჯვარდაუზერელი წყვილი არ და ვერ იწერენ თანხის არქონის გამო. რა პრობლემაა? მოვიდნენ და როგორ იქნება? ჩემთან მოვიდნენ ლურჯ მონასტერში და დავწერ. არც მამაში ვარ, ეთქვის ვარ და სიამოვნებით. ხო, ვერ იწერენ. დიდი შვილები ყავთ, უკვე დიდი ხნის ოჯახი არის, დიდი ხნის 16-17 წლის ოჯახია და არა ჯვარი დაწერილი მშობლებს. ხო და რა ვიცი, ეკლესიაში გადასახდელია თანხა და უჯირჩე. მოვიდნენ და დავწერთ, არ არის პრობლემა. აქვე გვინდა არანაირი ის არ გვაქვს. აღნიშნოთ ზოგადად ეკლესიაში არ არის არანაირი ოფიციალური გაასახადი ჩვენს ეკლესიაში, საქართველოს ეკლესიაში. არიფები არ მსახურებისთვის დიახ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაიმე საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობს, ნებაყოფლობით გაიღებს შესაწირს. თუმცა ამის გარეშე თუ იქნება არც ეს არის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სიამოვნებით დავწერთ ჯვარს მოგმართონ. კეთილი. ესეთი კითხვა არის უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ დედამიწა აღარ იარსებებსო? დიახ, როგორც ვკითხულობთ ჩვენ პეტრე მოციქულის კათოლიკე ეპისტოლეში ან მაგალითად გამოცხადების წიგნში ვკითხულობთ მოძღვრებას ახალ ცასა და ახალ მიწაზე. თუმცა საეკლესიო მოძღვართა განმარტებით ეს ისევე სივრცე იქნება, ოღონდ გარდაქმნილი. საბოლოოდ განქარდება სიკვდილი. სიკვდილის განქარებას საფუძველი დაუდო ქრისტეს აღდგომამ, არა? ქრისტემ დაამარცხა სამყაროს ორი მთავარი პრობლემა. ქვილის სამყაროსი. ეს არის ხრწნა, ყველაფერი იშლება, ყველაფერი იღწნება და კდომა. აი ქრისტე აღდგა და ის ჩვენ გვაძლევს პირობას, რომ ჩვენც აგვადგენს და სამყაროს გარდაქმნის და არის ეს სწავლება, რომ ეს სივრცე სამყარო შეიცვლება, გარდაიქმნება უფლის სამეფოდ, ანუ სასუფევლად. აი ჩვენ ვიცით ხომ რომ ადამიანი გარდაიცვლება, ღმერთმა აცხოვნოს, სასუფევლი დაუმკვიდროს. ცხონება, ცხოვრება მარადიული, სასუფეველი ცათა, ღმერთის სამეფო. ეს ყოველივე ნიშნავს ეკლესიისთვის ყოფიერების, არსებობის იმგვარ ფორმას, რომელშიც გამქრალია სიკვდილი. და ეს ყველაფერი უნდა აქ მოხდეს. და აი ეს სიკვდილის გაქრობა, საბოლოოდ კვდავების მიღწევა ჯერ კიდევ ჩვენს მიწიერ ცხოვრებაში დაგემოვნდება. აბა დავკვირდით ისინი, ვინც დავდივართ ეკლესიაში, ვესწრებით საეკლესიო მსახურებას. როგორ გამოირჩევა ჩვენი ყოველდღიურობისგან ეკლესიის ატმოსფერო, საეკლესიო რიტუალები. ნახეთ, ყველაფერი, რაც ეკლესია გვთავაზობს ჩვენ თავის მსახურებაში, რიტუალში, ლიტურგიაში გნებავთ, არა? ეს იქნება ანთებული სანთლები, ტაძრის ინტერიერი, ტაძრის ექსტერიერი თუნდაც, ფერადი შესამოსლები, საკვებლის სურნელება, საეკლესიო მელოდიები, საგალობლები, აი ეს ყველაფერი მოიტანს ჩვენთვის სასუფეველს. და ყველაფრის ცენტრში დგას წმინდა ზიარების საიდუმლო, საღვთო ევქარისტიის საიდუმლო, რომელიც ყველა საეკლესიო საიდუმლოს, ყველა საეკლესიო მსახურებას ღვთის სრულფასოვანს და უფალთან შეერთებს, ასე რომ აი ეს გარდაქმნა და მარადიული ცხოვრება ჯერ კიდევ ჩვენს აი მიწიერ ყოფაში იწყება, მეგობრებო. კი ბატონო, ესეთი კითხვა, ესე იგი ინტერნეტში, ხო, მარიამ ღვთისმშობელი იესო ქრისტესთან ერთად არისო სასუფეველშიო? სად იმყოფება იგიო? ესეთი კითხვა არის. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ დავესწრებით საღვთო ლიტურგიას, ერთი საინტერესო მომენტი მინდა გავამახვილო ჩვენ ძვირფასი მოწმუნეების ყურადღება. როდესაც წირვის დროს წმინდა ძღვენი იკურთხება, ანუ პური და ღვინო შეიცვლება, გნებავთ გარდაიქმნება ქრისტეს უხრწნელ სისლად და ხორცად, პირველად იხსენიებს ღვთისმსახური ეპისკოპოსს, რადგანაც სწორედ ეპისკოპოსი არის ევქარისტიის მეთაური, ჩვენ შემთხვევაში უწმინდესი პატრიარქი ილია და შემდეგ მიცოდებულთა შორის პირველად მოიხსენებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. რადგანაც ის არის ღმერთის შემდეგ ჩვენი ყველაზე დიდი მისანდობელი. ცხადია ის განიცვენ სასופველში. ერთი საინტერესო საკითხი არის ზოგადად ღვთისმეტყველებაში, სად არის მისი სხეული, უხრწნელი სხეული. არის საეკლესიო გადმოცემა იმაზე, რომ ის ამაღლდა. მისი სხეულიც, მისი მიცვალებული სხეული უფალმა ცაში აამაღლა და ის სასופველში განისვენებს. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა.
გისმენთ ეთერში ხართ? ცეცმამაუებო. გაგახაროთ ღმერთმა. იცოცხლეთ, გაიხარეთ. აი, იცით რა მაინტერესებს? შეგიძლიათ საზოგადოდ მოსაკუთრება მოგცეთ, აი, ძველი აღქმიდან რა ნაწილები შეგვიძლია რომ წავიკითხოთ და ასევე კიდე ორი კითხვა მაქვს ბოდიში. რომ მოგცეთ, აი, რომელიმე სამოცის მოსაკუთრება და საჯაროდ შეიძლება ეპიდემია თუ რომ მოგცეთ. არა, ეპიდემია როგორ კარგით, მადლობა, გაგცემთ პარს. ზოგადად საეკლესიო ცხოვრებაში მეგობრებო, ყველა ადამიანს მიმოწოდებულია ყავდეს სულიერი მოძღვარი, სულიერი ხელმძღვანელი. ვინც არ უნდა იყოს ის თუნდაც მღვდელმთავარი იყოს. ვინც არ უნდა იყოს, ყველას უნდა ყავდეს თავის სულიერი ხელმძღვანელი. მათ შორის ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი სულიერი მოძღვარი. ასეთ საკითხებს სადია ვათახეთ მოძღვართან, მას ვესაუბრებით. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის უპირველესი მოძღვარი, თავად ჩვენი უფალი იესო ქრისტე არის. თუმცა, ადამიანურ დონეზე ჩვენს მოძღვართან ამ საკითხებს გავდივართ. მღვდლის ერთ-ერთი ფუნქცია არის ეს, რომ ჩვენ გავგვიმართოს წმინდა წერილი, დაგვეხმაროს. ბიბლია უნიშნელოვანესი წიგნი არის. თუ აი ჩვენ დიდი ხანი არ არის, სადაც დიდი და წმინდა მარხვა გავიარეთ და უფლისწყინველი ადგმა ვიზეიმეთ. აი დიდ მარხვაში განსაკუთრებით იკითხება შესაქმის წიგნი. განსაკუთრებით იკითხება ასევე კონკრეტული ადგილები მეფეთა, იობის და სხვა წიგნებიდან. საიდანაც ჩვენ ვიხსენებთ კაცობრიობის ხსნის საღვთო განგებულების მნიშვნელოვან მომენტებს. ასე რომ უნიშნელოვანია ის ვიკითხოთ ბიბლია. ყოველდღიურად გქონდეს შეხება ბიბლიასთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. სამწუხაროდ ჩვენი და ამის კურთხევა ყველას აქვს, ვისაც სურვილი აქვს. მოწმეების დიდი ნაწილი ვერ იცის ამისთვის და ჯერდება მხოლოდ ტაძარში მოსვენებს. ეს არ არის საკმარისი მეგობრებო. ჩვენ უნდა ყოველდღე გქონდეს მცირე შეხება ბიბლიასთან. თუნდაც მოусპინოთ. დღეს საშუალებაა ყველანაირი. ამის რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ხმაო, აი უნდა განვმარტოთ, რომ კურთხევა ზოგადად რას ნიშნავს. ანუ კურთხევა ბიბლიის წაკითხვას კი არ უნდა კურთხევა, როცა ადამიანი რაღაცას ვერ ასრულებს და არ შეუძლია, აი იმაზე ჭირდება კურთხევა. აი უფრო შეიძლება კურთხევა დაჭირდეს, როცა ვერ კითხულობს ბიბლიას ამაზე, ვიდრე მის წაკითხვაზე, ხო? ერთის გამო ყველას ჩვენ კურთხევა, რომ წავიკითხოთ. გავაგზავნოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის შემდგომი, ცოტა უცნაური და დიდი კითხვა არის. ბევრი ვერ მიგებს ქეთავ-გზას, რადგან მყავს უკარგესი მეუღლე ყველა მხრივ, მაგრამ ასთან ყოფნისას მემართება ტკივილები. თითქოს რაღაც ემოციაა ჩემში და არ მინდა ამის გამო ჩემი მეუღლე დავკარგო, სხვადასხვა პრობლემები წარმოჩინდება მასში. როცა მის გარეშე ვარ, ეს ტკივილები გამდის და კარგად ვარ, არ ვიცი რა ვქნა, 2 წელი ასე ვარ. ამ 2 წელში სიმპტომებმა იკლო და ფორმა იცვალა. ვიცი რომ ექიმები არ ხართ, მაგრამ ეს სომატიკა სულიდან მოდის და როგორ გავიგო, ეს ნიშანია რომ უნდა დავშორდე, ის ხომ არაფერს აშავებს და ყველაფერში ვუგებო. როგორ გეტყობათ რომ ძალიან გიყვართ თქვენი მეუღლე, ერთმანეთს თბილად შეგებეროთ. არაფერმა არ შეგაშინოთ, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ. როგორც პირველ რიგში თქვენს მეუღლეს და მასთან გქონდეთ გულახდელი მეგობრული საუბარი. როდესაც ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რაღაცა ხინჯია, რაღაცა ბზარია, მნიშვნელოვანია ერთმანეთთან გაარკვიოთ ეს, აი გულახდილად. ასევე შეგიძლიათ იმართოთ, რა თქმა უნდა, ესე მოძღვარს სულიერი კონტექსტში არა, მაგრამ ასევე შეგიძლიათ იმართოთ მეგობარო ფსიქოლოგსაც და მასთან გაიაროთ კონსულტაცია. მეწმენთ რომ ეს არ არის გადავალხე პრობლემა და მოგვარებადი არის ეს პრობლემა და რა თქმა უნდა ამის გამო ოჯახს თუ დაანგრევთ, ილოცეთ, ჩართეთ ექიმიც, ფსიქოლოგიც და აუცილებლად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოგვარდება. ძალიან ბედნიერი იქნებით. განაც იყოს ეს და რაღაცა ლოცვით დახმარებას საჭიროებდეთ, ასე რომ ყველა ხერხი ცადეთ და აუცილებლად მიაღწევთ შედეგს დარწმუნებული ვარ. ქრისტეს მოსვლამდე ხომ იყო ტაძრები და იმ ტაძრებში ვისი ხატები იყო? ეხლა ხომ არის უფლის, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატები. მაშინ როგორ იყო ეკლესიებში შიგნით ეს ხატები? შემინდეთ ამ კითხვისთვისო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს. ანუ რითი იყო ტაძრები მორთული იმ პერიოდში, რომ საინტერესო არის ტაძრები არა ძველი აღთქმის ერს, ებრაელთა ერს, იუდეველებს ხო და ერთი ტაძარი ჰქონდათ იერუსალიმში. ეს იყო ჯერ მოძრავი კარავი, ისინი იყენებდნენ მოგზაურობის დროს. ამ კარვის ფორმები, ამ კარვის მასალა, ყველაფერი ღმერთმა უკარნახა მოსეს, მეგობრებო, სინას მთაზე. ხოლო შემდეგ უკვე აღიმართება დიდებული ტაძარი,
იერუსალიმში მთაზე და აი იქ ხდება საეკლესიო ღვთისმსახურება, სრულდება სვეტშეწირვა, მაშინ ცხადია ხატები არ იყო ტაძრის მთავარი სიწმინდე ჯულის კიდობანი, რომელშიც იდო ერისთვის მნიშვნელოვანი სამი სიწმინდე, ეს იყო ჯულის, ანუ 10 მწნების 2 ფიქალი, ქვის ფიქალი, იყო პირველი მღვდლის აარონის კვერთხი და იყო ჭიქით მანანა ზეციური პირი, რომელსაც იღებდნენ ებრაელები და იყო 2 ქერუბიმის გამოსახულება, ანგელოზების გამოსახულება აი ამ კიდობანზე. აი ეს იყო, მოკლედ რომ თქვათ, აი დღეს როცა მღვდელი აკურთხებს ხატს, აი ღმერთს ამაში ახსენებს, რომ ქერუბიმი იყო გამოსახული იქ. თუმცა უკვე ახალ აღთქმაში საიდან დაიწყო ხატთაყვანისცემა? მის საფუძველი არის ქრისტეს განკაცება. პავლე მოციქული ამბობს, ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ანუ სხეულითა. რადგან ადამიანმა საკუთარი თვალებით იხილა ღმერთი, ცხადია ადამიანური ბუნებით. მას უფლება მიეცა, რომ მისი ხატი გამოსახოს. და როდესაც მეორე საუკუნეში ეკლესიაში იყო დავა ამაზე, რომ ჯეროვანია თუ არა ხატები, ხატთაყვანისცემა, სოფლიო კრება მას გასცა ბრწყინვალე პასუხი, სწორედ ბიბლიაზე დაყრდნობით, რომ ჯეროვანია, რადგანაც ხატთაყვანისცემის საფუძველი თავად იესო ქრისტეს განკაცება გახლავთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია ძველ აღთქმაში ღმერთი ეცხადებოდა ადამიანებს, არა ვიცით ღმერთის გამოცხადება როგორი საინტერესოა მოსესთან, სინათლეზე, ელიასთან კლდის ნაპრალში და ასე შემდეგ, მაგრამ ამ სამყაროში ღმერთის გამოცხადების, ნებად გამოვლენის მწვერვალი უფლის განკაცებაა. ქრისტე, როგორც ღმერთი მარადიულია, ის თანაარსია მამისა და წმინდა სულისა, ხოლო როგორც კაცი იბადება ქალწულ მარიამისგან, ერთი პიროვნება ფლობს ორ ბუნებას. ანუ ჩვენ ღმერთი ვიხილავთ ადამიანური ბუნებით და მას შემდეგ უფლება გვაქვს, რომ მისი ხატი გქონდეს და მას თაყვანის ვცეთ. ბარემ აქვე თქვათ, ხატთაყვანისცემა რას ნიშნავს? მოიხმობ მეოთხე საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე დიდი ინტელექტუალის ბასილი დიდის გეოკესარიელის სიტყვებს. ხატისადმი თაყვანისცემა მიიწევა პირველ პირამდე. ანუ ჩვენ ხატს თაყვანისცემთ არა საღებავს ამ ფიცარს, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებას. ხატზე იხატება ყოველთვის პიროვნება და ეს თაყვანისცემა არ რჩება ხატზე, მიდის პირველ პირთან და უფრო მეტის მეგობრებო, ამ კონტექსტში, ხატის კონტექსტში, თავად ეკლესია თავისი ყველა ატრიბუტით, მსახურებით წარმოადგენს სასუფეველის სამოთხის ხატს. ეს კი რას ნიშნავს? მორწმუნე, რომელიც მონაწილეობს ცოცხლად ეკლესიურ ცხოვრებაში, ის ჯერ კიდევ მოკვდავი ეხება უკვდავებას, ჯერ კიდევ მოკვდავი უსინჯავს გემოს უკვდავებას, ჯერ კიდევ მოკვდავი ცხოვრობს უკვდავებას. მარტივად წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება შეგახსენებთ, ჩვენ ყველამ სკოლაში ვისწავლეთ. იგი იყო ზეცის კაცი და ქვეყნის ანგელოზი. ასე ვიქნებით ჩვენც, თუ ვიქნებით ცნობიერი ქრისტიანები ეკლესიის წიაღში. კეთილი მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ, ეთერში ხართ? მოგესალმებით, აი საღამოშიდობის. რომ იყო დასწრული ისიც ღვთისმშობელთან დაკავშირებით, მე გულში ჩამწვავი ისტორია ვიცი ამასთან დაკავშირებით, რომ მინდა და გამეზიარებინა თქვენთვის, როდესაც ეს წმინდა ბერმა მოიხილა სასუფეველი, განციფრულა, გაიღვიძა სიბრისეული ხილის შემდგომ და თავის მამას უთხრა, რომ მე ვერ ვნახეო ღვთისმშობელიო და რატომ ვერ ვნახეო და იმან უთხრა, რომ ყოველ წმინდა ღვთისმშობელი ყველაზე დიდ დროს დედამიწაზე ატარებსო და ისიც მე მაზიარებელი ვარ და იმდენი მთხოვნელი ყავს მასო. განცადია, როდესაც 44 ფსალმში არის დედოფალი წარსდგა ოქროქსოვილითა და განმარტებაში წერია, რომ ეს ღვთისმშობელი ციგულისხმება ამაში. გაიხარეთ, დიდი მადლობა ასეთი კარგი ისტორიისთვის. მადლობა. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის ციცოკ წერს ქრისტეს მოსვლა, ეს თქვი. როგორ გადავდგა ნაბიჯი, რომ აღსარება ვთქვაო? მოძღვარი არ მყავს. დიახ. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელ ტაძარში მიბრძანდეთ, ღვთისმსახური გაიცნოთ, მას ჯერ გაესაუბროთ, დაუმეგობროთ და ის დაგეხმარებათ მაქსიმალურად, რომ თქვათ აღსარება. აღსარება ძველი ქართული სიტყვა მეგობრებო და ნიშნავს აღიარებას, არა? აღიარება ხდება ვინმესი და აღიარება ხდება რაიმესი. აი აღსარების დროს ეს ორივე არის. აღსარების დროს ადამიანი ჯერ აღიარებს, რომ ღმერთი არსებობს, მას წამს ღვთისა. ის იხსენებს ღვთის სიკეთეებს
და შემდეგ აი ღმერთის დიდებულების, ღმერთის სიყვარულის, ღმერთის მოწყალების შუქზე თავის თავს ჩახედავს და ნახავს, რომ მას უამრავი მანკიერება აქვს და დაიწყებს სწორედ თავის წოდების მონანიებას. ეს პროცესი რთული არ გახლავთ, თქვენ სასურველი ადამიანი მოძღვარი მონახეთ, მას გაესაუბრეთ და ეს დაგეხმარებათ, რომ თქვათ გულწრფელი აღსარება და გული გაესუფთავოთ. კეთილი. ესეთ კითხვა არის იქნება ეს გამონათქვამი განმიმარტო თუ წერს თეა. როცა ადამიანი რამე საფრთხისგან გადარჩება, ამბობენ ღმერთს მადლობა, ღმერთმა გადაარჩინაო და როცა ახალგაზრდა გარდაიცვლება, ის ღმერთმა არ გადაარჩინა და მადლობა არ უნდა უთხრათ უფალსო? ეხლა იმ ქართულად მოგწეროთ ხოლმე, სანგაურკვლელად წერია და მიჭირს წაკითხვა. მოკლედ რომ თქვათ, ეკლესიურ სწავლებაში არსებობს ღმერთის ნება და ღმერთის დაშვება. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვიცით რა ხდება ხოლმე. სიკვდილი მეგობრებო, ეს არის ყველა ჩვენგანის საიდუმლო და ტკივნეული რეალობა. აი ჩვენ ღვთლები ვართ და მამა გურამ დამეთანხმებით ჩვენს სამდელო პრაქტიკაში უამრავი ტრაგედია ხდება. ახალგაზრდა ადამიანი გარდაიცვლება, ჩვენს ბავშვები, მე მახსოვს, როდესაც ჩვილ ბავშვს ავუქე წესი ძალიან გამიჭირდა ფსიქოლოგიურად, მაგრამ ჩემი გასაკეთებელი იყო და უნდა მენუგეშებიდნენ ეს ოჯახი, არა? და ამ დროს მე თვითონ შინაგანად მოუხმობ ჩემს თავში საეკლესიო სწავლებას, როგორია სწავლება ამ ყველაფერზე, არა? მარტივად გეტყვით. პავლე მოციქული ამბობს თავის წერილში ებრაელთა მიმართ, რომ ღმერთს თავის გეგმა აქვს ყველა ჩვენგანზე, რომ უნდა ვაცადოთ ღმერთს. ყოველთვის რაც არ უნდა შეგემთხვას ჩვენ, უნდა ვისწავლოთ, ვიყოთ ღმერთის მადლიერები. აი ასე უფრო შევძლებთ, რომ ნებისმიერ გასაჭირს გაუძლოთ და ყოველთვის ხრნად გამოვიდეთ ნებისმიერ სიტუაციაში. კეთილი. თუ შეგიძლიათ მითხრათ, რატომ არის რომ ჩვენი უფლის მაცხოვრის სახელი ითქმის იესო, სინამდვილეში კი მისი სახელია იეშუა, ანუ რატომ არის შეცვლილი? თუ სხვა სახელები ითქმის ჩვეულებრივო. დიახ, არა, არც სხვა სახელები არ ითქმის ჩვეულებრივ. გააჩნია რომელ ერში შევიდა საეკლესიო სწავლება და ამ ერის ადამიანმა როგორ გამოთქვა ის. ჩვენთვის მოსახერხებელია თქვათ იესო ან იესო, ჩვენ ქართველებმა ვთარგმნეთ ახალი აღთქმა მოგესალმებით. ზოგადად ეკლესია ამეტყველდა ბერძნულ ენაზე, იმიტომ რომ ეს იყო მაშინ საერთაშორისო ენა, იმპერიის ენა იყო ეს, არა? ბერძნულში სწორედ არის იესო და აქედან გადმოვიდა იესო, ან თქვათ იესო, თორემ აი არამეულად სწორედ ასე ჟღერს იეშუა. სხვადასხვა ენებზე შეიძლება სხვა გაჟღერება ქონდეს. უამრავი აი მაგალითად ბიბლიაში ფონეტიკური კი, ეს არის ფონეტიკური საკითხი და ეს არ წარმოადგენს აი პრობლემას და დაამკოლებელს. კეთილი, 30 წელი ეკლესიაში დავდივარ. დილა საღამოს ამბროსი გვწერს. დილა საღამოს ლოცვებს კითხულობ, ეზიარები შეძლების და გვარად ყველა მარხვას ვიცავ. ამ ხნის განმავლობაში არასდროს დამბადებია ეს აზრი, რაც ერთმა ახალგაზრდამ დამისვა კითხვა და ვერ უპასუხე. ღმერთმა მხოლოდ ადამი და ევა შექმნა და კაცობრიობა როგორ გამრავლდაო. შემინდეთ თუ არასწორ შეკითხვას ვსვავო. მინდა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს, მორწმუნეებს, მაყურებლებს, რომ თქვენ შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა. ეს არ არის პრობლემა. ეკლესიას აქვს თავისი წმინდა მოძღვრება და მის მიხედვით ცხადია პასუხს გაგვცემს. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა შექმნა ჩვენი პირველი მშობლები ადამი და ევა, ხოლო მათ შემდეგ ეყოლათ პირველი შვილი კაელი, შემდეგ კაინი, შემდეგ აბელი, შემდეგ სეთი და შემდეგ წერია მათ ჩვენს ძეები და ასულები. კაცობრიობის ცხოვრების იმ ეტაპზე ღვთისგან დაშვებული იყო, აი ადამის და ევას ბევრი შვილის შეუღლება, რათა კაცობრიობა გამრავლებულიყო. ხოლო ამის შემდეგ უკვე, როდესაც იქმნება ძველი აღთქმის ეკლესია და რჯული, იქ ჩაიწერება, რომ ინცესტი არის უმძიმესი ცოდვა, რაც ხადია დღემდე მოგვდევს. ანუ საწყის ეტაპზე ადამის და ევას შვილები წერია მათ კაინის, აბელის და სეთის შემდეგ მრავალი შვილი ზედაასული შვეს. აი ეს მრავალი ზედაასული გვინდა ოჯახებს პირველ ეტაპზე კაცობრიობის გამრავლებას. ასეთი პასუხი აქვს ეკლესიას მეგობრებო. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის უფლის ხსენებისას და საუბრისას მის გადამწყვეტ მნიშვნელობაზე ადამიანის სულის ხონებაში მითხრეს ძალიან არ შეხვდა ეკლესიურ ცხოვრებასო. და როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ეს შიში გაჩენოდათ და რა შეიძლება ვაკეთებდე არასწორად, რომ საშიშად ჩათვალესო?
დიახ, საშიშად ეკლესიურ ცხოვრებას თვლიან მეგობრებო არაეკლესიური ადამიანები, ვისაც გონია რომ თუ ადამიანი დადის ეკლესიაში რეგულარულად, მოძღვარი ყავს, მარხვებს იცავს, რაღაცა უცნაური გონიათ. იცით რა მსგავსი პრობლემას ვერ დავაკვირდი, მაგრამ მეც გქონიათ მათ შორის ჩემი ეკლესიური ცხოვრების საწყის ეტაპზე. მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როდესაც ჩვენს დასახლებაში რაც გავიზარდე, ეკლესია აშენდა, დამაინტერესა ეკლესიამ, დამაინტერესა მსახურებამ, გავიჩანი მღვდელი. და მახსოვს ჩემი ოჯახშიც კი, მათ შორის ჩემი მშობლები თავიდან უცნაურად შეხვდნენ ამ ყველაფერს. თუმცა, როდესაც მე ხედავენ რომ ეკლესია ეს არის სივრცე და წიაღი, რომელიც ჩვენ გაგვაცნობს ღმერთს, გაგვაცნობს საკუთარ თავს, გვასწავლის ყოველგვარ სიკეთეს და გვასწავლის როგორ ვიცხოვროთ ამ სამყაროში ღირსეულად, სწორად, წმინდად და ჯეროვნად, პირიქით ადამიანი ბედნიერი ხდება. ასე რომ ძალიან არ შეყვე ეკლესიურ ცხოვრებას, ეს არის არასწორი გამონათქვამი, ბილად რომ თქვა და პირიქით ეკლესიური ცხოვრება ადამიანს ყოველთვის ყველა ნაბიჯზე დაეხმარება, რომ ის იყოს სრულყოფილი, სრულფასოვანი ადამიანი და სულ იაროს ღმერთის და ადამიანების სიყვარულით. თხოვთო მარხვის შესახებ გვესაუბრეთო. ეხა პეტრე პავლოვის მარხვაში. კი ბატონო, მარხვა არის ზოგადად საიდან მოდის რამდენი მარხვასებს მარხვის ისტორია და როგორ ვიმარხულობთ მაიამის შესახებ. მარხვა არის უწმინდესი საეკლესიო სათნოება, უძველესი მეგობრებო შეიძლება ითქვას. წმინდა მამები ამბობენ რომ ჯერ კიდევ ადამიანის დევასადმი ცოდნის ხის ნაყოფის დროებითი აკრძალვა ესეც მარხვის ერთგვარი ფორმა იყო. ანუ მარხვა ეს არის თავშეკავება, თავშეკავების გარემო მეგობრებო და ძველ აღთქმაშიც ახალ აღთქმაშიც იყო მარხვები. რაც შეეხება მარხვას. მარხვაში ადამიანი იკავებს თავს კონკრეტული საკვებისგან და ასევე ზოგადად ცდილობს რომ მარხვაში უფრო მოკრძალებული, უფრო მოზღუდული გახდეს, უფრო მეტი ილოცოს და იკითხოს საეკლესიო ლიტერატურა, სულიერ ცხოვრებაში ჩაღმავდეს, სიკეთე აკეთოს. ცხადი ამას ჩვენ ძალიან მოკლედ და მშრალად ვყვებით. რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, საეკლესიო პრაქტიკაში არსებობს სულ 4 ვრცელი მარხვა, ეს გახლავთ უძველესი, დიდი და წმინდა მარხვა, 40 დღიანი მარხვა, წინა საადგომო, შემდეგ მას მოსდევს 1 კვირიანი, 6 დღიანი ვნების შვიდეულის მარხვა, ეს ორი მარხვა მიჯრით არის, თუმცა განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე უძველესია, მოციქულთა დროინდელია, ოთხშაბათის და პარასკევის მარხვები. ეს არის ოთხშაბათ დღეს მაცხოვარი იუდას მიერ გაიცა, ხოლო პარასკევს ქრისტე ჯვარს ეცვა, ამიტომ ეს ორი დღე ჯერ კიდევ პირველ ქრისტიანებს შორის იყო მიღებული როგორც სამარხო დღეები. ამის შემდეგ ასევე არის წინა საშობაო მარხვა, ასევე პეტრე პავლოვის მარხვა, რომელიც ეხლა მიმდინარეობს ეკლესიაში, ანუ მოციქულთა მარხვა და მარიამობის ორკვირიანი მარხვა და ასევე არსებობს წლის განმავლობაში 3 ერთდღიანი მარხვები. ეს არის ნათლისღების წინა დღეს, ჯვართამაღლების დღეს და წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს. სულ ეს არის წლის განმავლობაში ეს მარხვები არის. თუ ვთქვათ ისტორიას დაუბრუნდებით, უძველესია დიდი და წმინდა მარხვა, ასე ქვია მას. აღდგომის წინ 40 დღიან მარხვას, ვნების შვიდეულის მარხვა, ოთხშაბათ პარასკევის მარხვები. უფრო გვიან მე-6 საუკუნეში მონაზვნური ცხოვრების გავლენით შემოდის ეკლესიაში პეტრე პავლოვის მარხვა, საშობაო მარხვა, პეტრე პავლოვის მარხვა, მარიამობის მარხვა მე-8 საუკუნეში შემოდის და ასევე ეს 3 ერთდღიანი მარხვები. სხვადასხვა ისტორია ჰქონდა ამ მარხვების შემოსვლას, ზოგ ეკლესიაში თქვათ, აი ამ დღესასწაულებამდე, რომლებიც მნიშვნელოვანია, არის შობა, პეტრე პავლობა, მარიამობა, ზოგჯერ ერთი კვირა მახლობდნენ ხოლმე და ესე იგი დღეს დღევანდელ პრაქტიკაში ეს მარხვები ეკლესიაში მიღებული და სავალდებულოა ყველასთვის, თუ ადამიანს ჩანთელების პრობლემები აქვს და რაიმე მიზეზების გამო უჭის მარხვის შენახვა, მიმართავს მოძღვარს და ცხადია მის მარხვა რამდენადმე შემსუბუქდება. სხვა მხრივ კი ყველას ევალება რომ ეს მარხვები დაიცვას. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ? დიახ, მადლობთ. ისაუბრეთ ჩემო კარგო. გამომშვიდობის მამა. საგამომშვიდობისა მოგესალმებით. ერთი შეკითხვა მაქვს ასეთი, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ შეკრულია ბოროტისგან, მაგას ვეღარ გრძნობს და რაღაც ბოროტის ასწავლები ხდება ამის ირგვლივ. თვითონ კარგი უნდა, მაგრამ რაღაც ცუდი შედეგები მოსდევს. აი ამ დროს რა უნდა ქნა? მადლობთ.
დიდი მადლობა შეკითხვისთვის. მოკლედ რომ გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას, საეკლესიო პრაქტიკაში ამის არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო საიდუმლო, ეს არის აღსარების საიდუმლო, როცა ადამიანი თუნდაც აღსარებელი იყოს, აი თავიდან ბოლომდე გაიაზრებს საკუთარ ცხოვრებას. არასნობიერის დონეზე თავის თავს კაკად გამოიძიებს და იტყვის მოძღვართან თავის ცხოვრების გულწრფელ აღსარებას. ის იღებს საოცარ მადლს, კურნებას და ცხადია სიმშვიდეც მოდის და ნაყოფს ბუნებრივია ამ ყველაფრისა. ანუ ერთ-ერთი მთავარი იარაღი, ასე ვთქვათ, ეს არის გულწრფელი აღსარების საიდუმლო. ასევე რა თქმა უნდა სულიერი ცხოვრება, ჯანსაღი ეკლესიური ცხოვრება, წინაწერილის კითხვა, საკუთარ ნებებზე მუშაობა, საკუთარი გონების, საკუთარი გულის დამუშავება, ეკლესიური ცხოვრების ფერხულში ჩაბმა. აი ეს ადამიანს დაეხმარება, რომ ნამდვილად ბედნიერი იყოს თავის ცხოვრებით. მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ღმერთმა გაიხარეთ. ახლა როგორ გიწოდეთ ეკლესიაში მოგით, მოინანიეთ. აი დაუშვათ ადამიანი მივიდა ეკლესიაში, მოინანია და შეიძლება იყო აი მამაო მერე შეკრა. ან კიდე ეკლესიაში მაგია თუ რაღაცას მოიძახია, როგორ აღწევს იქ? აი ესეთ რაღაცას რო აწყდება მერე ის მრევლი. აი რატო ხდება ეს ეკლესიაში? რო ადამიანს უკეთებენ იმას მაგია თუ რა ვიცი მე რა არის ეს რატო კრავენ აი ძალიან მაინტერესებს ხო მოინანია იმან მივიდა ეკლესიაში აღსარება თქვა ყველაფერი ნანობს ნუ მაქსიმალურ საკეთებს მაგრამ ეკლესია მაინც აბა ეს ყველაფერი დავიჯერო უფლის გადმოდის ეს მაგია და შეკრა არა და ვინ კრავს ამას არ დაუშვებს და არც იმას უშვებს უფალი რომ ვიღაცას დაცინოს და ვინ კრავს ჩემო კარგო ანუ ვინ კრავს უფლის წინაშია ის ადამიანი დამნაშავე და უფლის წინაშე უკრავ დელი უნდობს შენდობის ლოცვას უკითხავს აი მადლობა ჩემო კარგო გაიხარეთ მადლობა კითხვის მე ვფიქრობ ჩვენ ძვირფას ქალბატონს არასწორი ინფორმაცია აქვს ზოგადად ეკლესიური ცხოვრებისთვის, საეკლესიო მსახურებისთვის სიტყვა მაგია შორს დგას. ეკლესიური რიტუალი ემყარება საეკლესიო მისტერიას, საიდუმლოს, რომელიც არის ნათლისღება, მირონცხება, აღსარება, ღვთლობა, ზიარება და ასე შემდეგ, არა? ეკლესია ყოველთვის ხო, აღსარებას მოწოდებულია ადამიანს გული გაუთბოს. მე ვფიქრობ ქალბატონს არასწორი ინფორმაცია აქვს. სულ სხვა თემა არის ამ შემთხვევაში ადამიანის შეკრა, როგორც ქალბატონი ამბობს, თუ ადამიანი ეკლესიაში მიდის როგორც მონანული, მას ეკლესია გულში იკრავს. რაცოდაც არ უნდა ქონდეს მას მსახური ეხმარება რომ განეწმინდოს, დამშვიდდეს და ჩვენ გვწამს რომ როგორც უფალი სახარებაში ამბობს, ვისაც მოციქულები აძლევდნენ შენდობას, მას უფალით შეუნდობდა და ეს ძალაუფლება მღვდლებს აქვს და ეპისკოპოსს და მის კურთხევით მღვდელს და აი როცა მღვდელი უკითხავს მოწმუნე შენდობის ლოცვას, ჩვენ გვწამს რომ სინანულში მას ღმერთი ურიგდება და ივიწყებს მის ცოდვას. ასე რომ მე ვფიქრობ, ქალბატონს არასწორი ინფორმაცია აქვს და თუ ადამიანი ეკლესიაში მიცავს მონანული, მას ეკლესია სიყვარულით მიიღებს. შეიძლება უბრალოდ ქალბატონს ის აინტერესებდა, ვისაც შეკრავთ კრულიყვნენ და ვისაც გახსნით. აი ზოგადად რას ნიშნავს ეს შეკრა და გახსნა? აი შეიძლება ამის შესახებ რომ განუმარტოთ. რა თქმა უნდა შეიძლება. თუ ადამიანს აქვს ისეთი ცოდვა, რომელსაც ის ნანობს, მაგრამ შეიძლება არაჯანსაღია მისი სინანული. ან თქვათ საჭიროებს რაღაც დონის ეპიდემია სახსენა მგონი ქალბატონმა სასჯელს არა, ნებისმიერი საეკლესიო სასჯელი რაც ეკისება ადამიანს ცოდვის გამო არის მაკურნებელი. ანუ ეკლესია ყოველთვის უყურებს აღსარების პრაქტიკას როგორც მაკურნებელ პრაქტიკას. შეიძლება მოძღვარმა ადამიანს რაღაც ეტაპზე არც კი შეუკითხოს შენდობის ლოცვა და ასე შეიკრას ადამიანი. აქ ეს რას ნიშნავს? ადამიანს ღვთისმსახური მოუწოდებს უფრო სწორი ჯანსაღის სინანულს, იმიტომ რომ ეკლესიური ცხოვრება მოწოდებულია ადამიანი განკურნოს და გააჯანსაღოს. აი მოკლედ შეიძლება კეთილი მადლობა მაყურებელია ისე მოვისმინოთ კითხვა გისმენთ ეთერში ხართ ეთერში ხართ ისაუბრეთ გამარჯობა მოგესალმებით მორჩება მინდა გთხოვოთ დიახ
ჩემი და არის მკვეთრად შეზღუდული შშმ პირი 27 წელიწადია საწოლსაა მიჯაჭვული. ეს მოსახსენებელს წვრილი ასოებით და საკმარისად ბევრს მოიხსენიებს როგორც წავსულს ისე ცოცხალ მამაოებს ნაცნობებს თავის თანამშრომლებს უნივერსიტეტის ჯავახიშვილის თანამშრომელი იყო და ყველა წასულებს ჩამოწერს წვრილად. რამდენჯერმე გამატანა, რამდენჯერმე კი არა, სულ მიმას მოსახსენებელი კადრებში. და აი ახლა ბაქოს ქუჩაზე წავიღე მე დავტოვე მოსახსენებელი 24 სკოლასა რომანის და მესამთლებმა და კიდევ ერთმა ქალმა მითხრეს რომ მამაო გვეჩხუბებაო ასე წვრილად დაწერეს და ამდენ ჩამონაწერსო ნუ იტოვებთო შესატივზე არაა ლაპარაკი მე თავი ვეღარ შევიკავე და უთხარი თქვენ გადაეცით მამაოს და მან თუ უნდა ნაგავში გადააგდოსათ ხო და კიდევ გამოვედი და დამიწყეს ანალოგიური საუბარი რომ ჩვენო მამაო გვეჩხუბებაო რომ ნუ იტოვებთო არ ვიცი მე რამდენად სწორად მოვიქცევი მე უთხარი და გადაეცით მამაოს მან გინდა გადააგდოს და გინდა მოიხსენიოს მართალია ძალიან სწორად აწერს ბევრი მას ამ ჩემ დასած შშმპ-ს 1000-ჯერ უთხარი რომ მეწყუბებიან და ნუ ამდენ პიროვნებას ყველა თავსავიანთი მიცვალებული და ოჯახის წევრები მოიხსენიოს მეთქი და ეხლა აი მე რა დავაკეთო როგორ მოვიქცე იმ ტაძარში აღარ დავტოვებ მოსახსენებელს და ჩუმად შევიტან მაშინ ტაძარში და დავტოვებ ამ მოსახსენებელსა და შესატივსაც ჩავაგდებ ყუთში იქნებ ცოტა დიდი ასოებით დაწეროს აღარ წერს უბასხოთ დაირჩევა მინდა მაგასთან დაკავშირებით შემდეგში როგორ მოვიქცე მადლობა გაიხარეთ ქალბატონი გეკითხება ძალიან პრაქტიკული რამე რა თქმა უნდა აი ქალბატონს ესეთ შევას მივცემდით რომ თქვენი დის კარნახით ერთხელ შეადგინეთ მისი მოსახსენებელიას ჩვენ გვაქვს ხოლმე ტაძრებში გვიტოვებენ ხოლმე მაგალითად ერთი წლით ან თქვა რაღაცაზე ანუ ერთი მოსახსენებელი გნებავთ ამობეჭდეთ კომპიუტერზე ნება თქვენ გიკარნახოთ და თქვენ დაწერეთ გარკვევით და მე ეს მოსახსენებელი მოკლედ გამოიყენეთ რავალჯერადად შეიძლება თავისუფლად ასე ან შეიძინეთ საეკლესიო მაღაზიაში წიგნაკი და იქ ჩაწერეთ ეს სახელები და ეს შეუგზავნეთ ხოლმე მოძღვას დიდი ასოებით ეს პრობლემა მოგვარებადია თქვენ ამაზე არ ინერვიულობთ ადამიანი ვერ კითხულობს ამ წვრილასოებს და უჭირს რა უნდა რომ ცოტა დიდი ასოთი დაიწეროს რა პრობლემაა იბათ მოკლე ლოცვა უფრო მომწონს ვიდრე ლოცვანის წიგნი თო წერს მარი შესაძლოა სიზარმაცის გამო და რას მირჩევთ როგორ დაავძლიოთ სიზარმაცე რომ ლოცვის წიგნის მიხედვით ვილოცო დიახ ლოცვა ძალიან ინდივიდუალური არის ეს ჩვენ რაც გვაქვს საეკლესიო პრაქტიკაში მიღებული ეს ძალიან მნიშვნელოვანია საინტერესო როგორც ლოცვითი კანონი ასე არის ჩვენთვის და ძალიან სასარგებლო არის ნუ თუ ადამიანს თლიანად არ შეუძლია ამ ლოცვების აკითხვა მოძღვარს იმართეთ და ეხიდან შეიძლება გამოკრიბოთ რამდენიმე ლოცვა და ის წაიკითხოთ ეს პრობლემა არ იქნება და როდესაც შემდეგ უკვე მიეჩვევით ამას უფრო სწრაფად შეგიძლიათ ასე რომ მას საკითხები ჯობია რომ მოძღვართან ინდივიდუალურ დონეზე გაარკვიოთ და შეიძლება რომ აქედან რაღაცა ამოკრიბოთ და ის წაიკითხოთ სანამ ესე იგი შეეჩვევით ამ ცელ ლოცვას ესე იგი არც ისე უნდა ვქნათ რომ არ ლოცულობდეთ და არც ისე რომ აღარ შეგვეძლოს ეს უნდა იყოს ზომიერი და ამაში მოძღვარი დაგეხმარებათ მეწმუნეთ როგორ ვერ ბრძოლოთ სასო წარკვეთილებასო უფლისადმი იმედით და მადლიერებით მეგობრებო პირველ რიგში მადლიერება ეს არის გრძნობა რომელიც ყოველთვის გვეხმარება ჩვენ რომ გქონდეს სტიმული და მოტივაცია ცხოვრების აი ფსიქოლოგიებიც გვიჩვენებენ ხოლმე მაგალითად ნუ არა ცხადია თავად ეკლესია მას გვეუბნება რომ ყოველ დღე ვიყოთ მადლობელი ღმერთის აი დავაფიქრეთ ყოველ დღე რის გამო უნდა ვიყო მე დღეს მადლობელი ღმერთის და მეწვეთ უამრავ რამეს იპოვეთ თქვენ ცხოვრებაში თუნდაც ჩაებღაუჭოთ უიმედობა ეს უმძიმეს ცოდვაა იმიტომ რომ ეს ადამიანს აფრთხობს ადამიანს ჩამოუფარებს ბნელ ფარდას და ის ხდება ხოლმე რაღაცნაირად აი გამოთჩული სამყაროსგან და ამას თავი არ უნდა მისცეთ მადლიერებით უფლისადმი და მისი უსაზრო მოწყალების იმედით გახსოვდეთ რომ არ არსებობს გამოვარი მდგომარეობა რადგან ცოცხალი ხართ რადგან სუნთქავთ ყოველთვის შეიძლება იპოვოთ გამოსავალი და გქონდეთ ამაში ღმერთის ყოველი შეზღუდული ღმერთის დახმარების იმედი
რა არის ყველაზე დიდი სათნოებაო? ალბათ სიყვარული, რომელსაც ჭირდება ნამდვილად მოპოვება და განვითარება ადამიანის გულში. თავად სიყვარული თქვნის ღმერთი სამყაროს მეგობრებო არა არაფრისგან და თავად სიყვარული ამოძრაებს ამ სამყაროსაც და თავად ღმერთია სიყვარული და თუ ადამიანი მოიპოვებს აი ამ გრძნობას და მოიპოვებს ჯანსაღად, სრულყოფილად და შეძლებს რომ უყვარდეს ღმერთი, ადამიანები და ეს ცხოვრებაში წარმოაჩინოს, მაშინ ის ძალიან ბედნიერი იქნება, ასე რომ ჩემი აზრით ესე სიყვარულია მოვისმინოთ კითხვა. გისმეთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ საღამოშვიდობის. გაიხარეთ. სამლოცვის მამებო. ღმერთმა დაგლოცოთ. შეკითხვა მაქვს ერთი. დიახ. ალო, გისმით ჩემი ხმა? დიახ, გვესმის, კი. ის შემაინტერესებს სოფი მოძღვარი იძახის რომ წინაპარის ცოდვები არ გადადის შთამომავლობაზე და ზოგი იძახის კიდე გადადისო და ისჯებაო ანუ წინაპრის ცოდვისგან შეიძლება დაისაჯოს მისი შთამომავალი. რამდენად მართალია ის შეიძლება დაუჯერო? გასაგები. მადლობა, საინტერესო კითხვა. მეწმუნეთ ყველა მოძღვარი ამბობს სწორად და ერთ და იგივეს უბრალოდ შეიძლება აღქმა იყოს რაღაცნაირად არასწორი. მარტივად რომ თქვათ წმინდა წერილის საეკლესიო მოძღვრების მიხედვით ადამიანს ცხადია არ მოეკითხება მის წინაპრის ცოდვა. ყველა პიროვნება თავად აღებს პასუხს საკუთარ ცოდებზე. თუმცა, ნახეთ მეორე მხრივ, შეიძლება წინაპრის ჩადენილი წინაცოდის შედეგი დამხვდეს მე მაგალითად. აი ამ კონტექსტში შეიძლება ასე ვთქვათ, მაგალითად ადამიანმა რაღაცა მძიმე ჩაედინა და ეს შედეგი რაღაცნაირად დახვდა მის შთამომავლობას რაღაცა ან ცუდის ახელი ან ცუდის ანუ ამ კონტექსტში შეიძლება ვთქვათ რომ ყველა პიროვნება თავად აგებს პასუხს თავის ცოდებზე. კეთილი, მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმეთ ეთერში ხართ? გამარჯობა. საღამოშვიდობის. არ მესმის, არ ისმის შემოგა. არ გვესმის სამწუხაროდ. ცუდად ისმის. მე გავიგე კითხვა. გაიგე? დედამიწის ასაკზე იყო საუბარი. ვის ასაკზე? დედამიწის ასაკზე. დედამიწის ასაკზე. ის არის შექმნილი სამყარო. ფიქრობ ეს კითხვა იყო, არა? მარტივად რომ ვთქვათ საეკლესიო სწავლებას სხვა პასუხი აქვს, სხვა პასუხი აქვს ზოგადად მეცნიერებას, რომელიც იზიარებს ევოლუციის თეორიას. ეკლესიური სწავლება ცხადია ემყარება წმინდა წერილს და ბიბლიას. თუმცა საინტერესო არის, რომ არიან მორწმუნე ადამიანები, მათ შორის აი ისინიც იკვლევენ აი ღვთისმეტყველებას. ისინიც რაღაც დონეზე იზიარებენ რაღაც დონეზე. რაღაც აი ევოლუციის თეორიის რაღაც ასპექტებს, თუმცა ორივე მათგანი ამბობს, რომ სამყარო შექმნილია ღვთისგან, ღვთის მიერ არაფრისაგან. მაგრამ, ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც ეკლესიის შვილები, ვენდობით ავიზიარებთ წმინდა ეკლესიის მოწყობას. კი ბატონო. მაყურებელია კვლავ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ უბრალოდ თქვენი აზრი მაინტერესებს. ესე იგი მეგობარმა ქალბატონმა თავის შვილს რომელიც არის ბიჭი ყავდა შეყვარებული და როგორც მითხრა გაუკეთა ჯადო რომ დაშორებულიყო მაგ თავის შეყვარებულს ვიღაც ინდოელთან გააკეთა ეს ჯადო და ზუსტად ვიცი უნდა ილოცოს უნდა არ ვიცი 1000 რაღაც უნდა გააკეთოს რომ ეს ცოდვა გამოისყიდოს თუ როგორც არის და თქვენი აზრი მაინტერესებს რას მეტყვით მადლობა დიახ რა თქმა უნდა სინანული გულწრფელი სინანული გადაფაროს ყველა ცოდვას, რა თქმა უნდა, როგორც ჩას ადამიანს აწუხებს ეს და ზოგადად ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმის კანონებში იყო კაცა დაკრძალული, რომ ადამიანმა არ უნდა მიმართოს მჭხიბაობას, ბორო ძალებს, მაგიას. ადამიანზე, რომელიც ეკლესიის წიაღშია და ღმერთს ეზიარება, ვერანაირ ბორო ძალას, ვერანაირი გავლენა ვერ ექნება, მაგრამ სამწუხაროდ მიმართავენ ხოლმე რაღაც ხერხებს და აი ჩასომა აწუხებს ადამიანს ეს არა გამოსავალი არის გულწრფელი სინანული ახსარების საიდუმლო მონანიება კეთილი დიდი კითხვა არის ცოტა ქეთი გვწერს
ხშირ შემთხვევაში განსასწრელს მივყავართ ეკლესიაში. მე მეუღლის გარდაცვალება მიმიყვანა და გავხდი აღფსარებელი და მაზიარებელი. მიუხედავად ამ ძიმე ტკივილს ვატარებ, ყოველთვის მადლობას ვუხდი უფალს. შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ უფალი გვიგზავნის განსასწრელს, რომ გონს მოვეგოთ. დავდივარ ეკლესიაში და უფალს მადლობას ვწირავ. ერთი სული მაქვს ხოლმე, რომ წირვაზე წავიდე და ამასთან ერთად მოსახსენებელი შევაგზავნო, რომ გონია მელოდებიან, ჩემგან ლოცვას ითხოვენ და მოხსენიებას. და როცა ეკლესია შეკვეთილ წირვებს აკეთებს, ყოველთვის ვესწრები. დიდება და მადლობა უფალს, რომ გამაძლიერა და ცოცხლებისთვისაც ვლოცულობ, ჩემი შვილებისთვის რომ ვლოცულობ და ეს ყველაფერი რომ მასწავლა. ეს უფრო ადამიანის ემოციის გაზიარება და მადლობა და ჩვენც ხმამაღლა გავაჟღერეთ მისი ასე ვთქვათ ემოცია და ერთმა გაახაროს ეს ადამიანი და გააძლიეროს. ამინ. ვერ ვლოცულობ თვითმკვლელ ადამიანებზე, თუნდაც ის ახლობელი იყოსო. ეს ცოდვად მეთვლება, შინაგანად არ შემიძლია რომ მოვიხსენიო. დიახ, აი ასე არის ეკლესიაც, მეგობრებო, ეკლესიას უფლება არ აქვს თავის საეკლესიო მსახურებაში მოიხსენიოს ადამიანი, რომელსაც ცნობიერად გააზრებულად თავი მოიკლა და რა თქმა უნდა, ჩვენ წუხართ ამის გამო და ღმერთმა იცის ყველა ადამიანის საბოლოო ხვედრი, თუმცა ეკლესიას უფლება არ აქვს ის ვინც მონათლავი წავიდა ან თქვათ ცნობიერად ჩაედინა თქმულობა იყოს მოხსენებული მის ლოცვებში. რა არის ყველაზე დიდი ცოდვაო? ალბათ უსიყვარულობა, სიძულვილი. აი, როდესაც ადამიანი განიცდის სხვა ადამიანისგან დამცირებას, ტკივილს და თუნდაც ეკლესიას იმართავს ამის გამო, რომ მოსამართლოდ იდევნება, ეკლესია მას ეუბნება, მაინც არ შეიძულო. რადგანაც ეს სიძულვილი და უსიყვარულობა მე ბადებს ბევრ სხვა მძიმე ცოდვას. ეს ჩემი აზრი რა თქმა უნდა. მაყურებელია ისე. გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. დიახ, თუ არ მიწყენენ მამები, ერთ-ერთ შეკითხვას დავსწავ. არასოდეს არ გამიკითხავ მე უფალს დიდად მოწმუნება და ძალიან პატივცემ. უბრალოდ იცით რა მაინტერესებდა, შემოწმავს ვერ უსმენ კითხვას. რატომ მოხდა ესე, რომ უფალმა ჯვარზე, როდესაც ეწამა მარიამი, რატომ გაიმეტა ამ დიდი ტკივილისთვის, თუ შეიძლება ეს თუ სადმე წერია ან რაღაცა თუ შემიძლია. თუ მაინტერესა, დედას რატო აყურებინა შვილის ტანჯვა. აი ამ თუ გასაგები. აი ქალბატონს ვურჩევ რომ უკვე ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ, როცა შემდეგ წელს როდესაც დიდი მარხვა იქნება, აი ნებიშვიდეულის დღეებში დაესწარით სახურებებს, მათ შორის წითელი პარასკევის სახურებას. აი იქ ისეთი ჰიმნები ჟღერდება, მეგობრებო, ისეთი საკითხავები არის, რომ მიხვდებით რატომ. ეს არის კაცობრიობის ხსნის საღვთო განგებულების გამორჩეული მომენტი. როცა ღვთისმშობელი თვითონ დაიტირებს საკუთარ შვილს. როდესაც წმინდა მარიამი და მართალი იოსები მაცხოვარს მიიყვანენ, როგორც ჯული სთხოვდა მათ ტაძარში და იქ მაცხოვარს მიეხუტებს, მიიქვამს არა მართალი სვიმეონი. იქ ეტყვის მარიამს, რომ მის სულში გაივლის მახვილი. სწორედ ამ მახვილზეა საუბარი, რომ მარიამმა საკუთარი თავით იხილა თავისი შვილის სიკვდილი და ну, რა თქმა უნდა, ეს მოვლენა ეკლესიამ თავის ჰიმნებში კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა, მკვეთრად. საინტერესო არის დიდი შაბათის მსახურება, დაესწრით აუცილებლად ან მოისმინეთ. დიდი შაბათის მსახურება, როდესაც ხდება მაცხოვრისადმი წესის აგება. იქ არის საოცარი საგალობლები, რას განიცდის ღვთისმშობელი, მაგრამ ამ საგალობლებში ყოველთვის კი აფობს უფლის აღდგომის მოლოდინი. მეორე მხრივ არათუ თავად ღვთისმშობელმა ნახა თავის შვილის სიკვდილი. ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ თვითონ გაუსინჯა გემოს სიკვდილს. ეხლა ჩვენ მარტივად ვლაპარაკობთ ცოცხალი ადამიანები სიკვდილზე, მაგრამ ყველა ჩვენგანს ამის ძალიან გვეშინია. ქრისტემ თვითონ გაუსინჯა გემო ბიოლოგიურ სიკვდილს. ქრისტემ მოკვდა. რათა ყველა ჩვენგანთან ძალიან მოახლოებულიყო. ყველა ჩვენგანიან უგეშებინა. ის აღდგა, ის ცოცხალი არის. მარიამმა იხილა თავის სიკვდილი და ის გახდა ღირსი, სწორედ პირველი მარიამმა იხილა აღდგომილი უფალი. ეს არის საღვთო განგებულება, მეგობრებო. და აი დღეს, როცა დედას შვილი გარდაეცვლება და
ეს მოძღვრება იცის, ეკლესიის წიაღში არის, რამხელა ნუგეშია მას, რომ მარიამსაც აქვს ეს გამოცდილება. აი ამ ყველაფერში ჩანს, როგორ უყვარს ღმერთს მის მიერ შექმნილი ადამიანი და როგორ უნდა რომ ბოლომდე მისი ესმოდეს. ღმერთი ადამიანი გახდა. ცოდვის გარდა ის ყველაფრით ჩვენნაირი იყო და მისმა ჯვარზე სიკვდილმა, ჯვარზე დაღვრილმა სისხლმა, აი ამ სიმწარემ ჩვენი სიმწარე განკურნა მეგობრებო. მისმა ჯვარზე უნუგეშობამ ჩვენი უნუგეშობა გამოასწორა და განკურნა მეგობრებო. და მისმა აღდგომამ ჩვენი მოკვდაობა გააქრო მეგობრებო და ჩვენ მოგცა წინდი, ანუ გარანტია აღდგომის და უკვდავების. ეს ძალიან ღრმა მოძღვრებაა და აი თუ ადამიანი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს და საეკლესიო საკითხებს ყურადღებით ისმენს ეკლესიაში, ამ ყველაფერს თავი და ბოლომდე ეკლესია ჩვენ გაგვაზრებს. მნიშვნელოვანი არის რომ ვიაროთ კვირაობით ეკლესიაში. აი მათ შორის ყოველ შაბათსაც, ყოველ კვირასაც თქვენ საკითხებში ამ მოძღვრებას მოისმენთ. რა მოხდა მაცხოვრის ჯვარცმით და რა მოხდა მაცხოვრის აღდგომით. და ამ ყველაფერში დიდი როლი აქვს შეიძლება ითქვას ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს. კეთილი. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ? დასვით კითხვა. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ. საღამო მშვიდობისა. დამლოცეთ მამებო. გაიხარეთ, ბედნიერი იყავით ცოცხლეთ. მართლა დაგმოცეთ. მე შეკითხვა მაქვს ასეთი, უბრალოდ ქალბატონმა გააჟღერეს შეკითხვა და მე ცოტა სხვა კონტექსტში მინდა გავაჟღერო. კი ბატონო. აი როცა წინაპრის ცოდვა ვიცით რომ არ მოგვეკითხება, არც გაარჩევის დროს და არც ცხოვრებაში, მაგრამ მე ასე მინდა დავსვა შეკითხვა, გვირთულებს თუ არა ცხოვრება. თუ მაგალითად მგმობელი იყო წინაპარი, ან და რაღაც ისეთი არაეკლესიური საქციელი ქონდა ჩადენილი. აი ეს შთამომავლობაზე თუ შთამომავლობა იგივეს არ ემეორებს და თუ არ მოეკითხება ვიცი, მაგრამ გვირთულებს თუ არა ცხოვრება, ხა ესეთი შეკითხვა მინდა დავსვა და მეორე კიდე როცა წინაპარი იცი რომ დაწყევლილია, ან მშობელი, ან ბაბუა, ბებია, ოჯახი დაწყევლილია. რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში შთამომავლობა? მადლობა. დიახ, აი ბოლოდან დავიწყოთ. შთამომავალმა უნდა მიმართოს ღმერთს, უნდა ეზიაროს ღმერთს, უნდა იცხოვროს მარტივად ეკლესიური ცხოვრებით და სულიერ ცხოვრებაში ნებისმიერი ტკივილი, ნებისმიერი წყევლად ხედე განკარდება. რაც შეეხება პირველ შეკითხვას, აი მე წეგან ეს თქვი სწორედაც, შეიძლება ცხოვრება გაურთულოს, შეიძლება წინაპრის არასწორმა საქციელმა, არასწორმა ცხოვრებამ შთამომავალს ცხოვრება გაურთულოს, თუმცა პიროვნულ დონეზე ადამიანს არ მოეკითხება ცხადია სხვის წოდები. კეთილი მამა ლიკა წერს, ესე იგი როცა მარხვა და ეკლესიიდან სულიერი დები მოდიან სტუმრად, რომლებიც არ მარხულობენ. ცოდვაში იმეთვლება არასამარხო საჭვლით გამასპინძლება, ხომ შემიძლია დაუშვათ, რომ ხორცი არ მივართვა და თევზით გავუმასპინძლდე, მე კი მაინც ხორცს ვამზადებ. მამა შიომე, მამა პახუმის სულიერი შვილი ვარ აეროპორტიდან, ამჟამად თურქეთში ვცხოვრობ, წერს ლიკა იმერლიშვილი. დიახ, ლიკა მოგკითხავთ, მოგესალმებით, გესურვებთ წარმატებებს ემიგრაციაში. თქვენ თავად გაიცეთ პასუხი ამ კითხვას, რა თქმა უნდა შეიძლება რომ სამნახო გაუმასპინძლეთ, თუმცა იმის გათვალისწინებით თქვენ სად ცხოვრობთ და შეიძლება მათ საშუალება არ იყოს. არის ეს პრაქტიკა, თორსა ვიცით რომ ადამიანი არ არის მარხვაზე, რაღაც შეიძლება არასამარხოდ ტრაპეზით გაუმასპინძლეთ მას და ასე ვასიამოვნოთ. თუმცა ზოგადად ვეცადოთ რომ ჩვენი ცხოვრების წესით ყველაფერთ ვიყოთ მაგალითი ადამიანისთვის. ამ ეტაპზე ასე უპასუხებდი. კი ბატონო. იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს სამყაროში ხდება და გველის წინ, რამდენად სწორი იქნება დაოჯახებისკენ მისწრაფება. წმინდა მამები, მათ შორის მამა გაბრიელი, ამბობდა, რომ ბოლო ჟამის ადამიანები ვართ. როგორ გავიკითხვა? ანუ დღევანდელ დროშიო, რაც დღეს ხდება სამყაროში, ეს ომები, არეულობები, კატაკლიზმები და რაც კიდევ გველის წინო, აი ამ ყველაფრის ფონზე რამდენად სწორი იქნება ოჯახის შექმნაო.
ოჯახის შექმნა სწორი და აუცილებელია მეგობრებო, რაც შეეხება ბოლო ჟამს. დაუკვირდით, თუ თქვენ წაიკითხავთ მოციქული იაკობის კათოლიკე ეპისტოლეს, რომელიც ახალი აღკვეცინების შედის, ამბობს, რომ ბოლო ჟამი არის. ბოლო ჟამი, მეგობრებო, ნიშნავს ეპოქას მაცხოვრის ორ მოსვლას შორის. როდესაც მაცხოვარი ამაღლდა და მოციქულებზე გადმოვიდა სულიწმინდა, ბოლო ჟამმა დაიწყო მოქმედება. და ეს გაგრძელდება მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე. რა თქმა უნდა, მაცხოვრის მეორედ მოსვლა ერთი მხრივ არის კონკრეტული დღე, რომელიც მოვა აუცილებლად, რომელიც არავინ არ იცის, როდეს მოვა. მეორე მხრივ ეკლესიაში მაცხოვარი მუდამ მოილოდინება. ბიბლია როგორ მთავრდება? გამოცხადების წიგნი. მოდი, ჰე მალე მოვალ, ჰე მოდი უფალო იესო. ხომ ესწრების წირვას, არა, მთელი წირვა არის სწორედ მაცხოვართან შეხვედრა. ანუ მკვეთრად ესქატოლოგიურია, ანუ მომავლისეულია საეკლესიო მსახურება, რიტუალი. ანუ ეკლესიაში მუდამ არის განცდა უფლის მოლოდინისა, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ ვიცით, რომ ეს დღე იქნება კონკრეტული დღე. ასე რომ ჩვენ უნდა მაინც ცხოვრება გავაგრძელოთ, აი შემთხვევით არ გავეცეს ეს ცელი პასუხი. იყო აი ეკლესიო ცხოვრების გარიჟაზე, ასე სექტაც კი იყო, ასე თუმცა აუმდა რომ აი ხა მალე მოვა უფალი და ოჯახებს აღარ ქმნიდნენ. და ეკლესია მეცხადია უარყო. ჩვენ უნდა ცხოვრება გავაგრძელოთ და დანარჩენი რომელიც ვივანდოთ. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა, გისმენთ ეთერში ხართ. დიახ, გამარჯობა. გამარჯობა. მერტმა. აი ხარით. თუ ის მაცხოვრებმა მოზღრებს უფასოდ გადასცა. თქვენ რატო დაადებთ აი ქალბატონმა დასვა რომ რაღაც ჯუის წერაზე თანხაო გადასახდელიო და აი თქვენ გეხოთ მეცნე ყველანი მეყარხარ ყველას პატივს გცემ აი რატო თქვენ უფასოდ მოგეცა თქვენ ფარს რატო ამბობთ თქვენ შემოგევთ მე გაიხარეთ იცის მადლობა კითხვის გაიხარეთ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ ჩვენ წეღავ თქვით საქართველოს ეკლესიაში ზოგადად ოფიციალურად არც ერთ მსახურებაზე არანაირი გადასახადი არ არის მეგობრებო ადამიანები ჩვენს ეკლესიაში ნებაყოფლობით წირავენ შესწირს დაუდენობაც მათზეა დამოკიდებული ბარემ აქვე ვთქვათ რა თქმა უნდა ყველაფერი გასაგები არის ნებისმიერ საეკლესიო მსახურებას მაგალითად ჯვრის წერა ვახსენეთ ახლა ჭირდება მასალები. იქ უნდა საყმეველი იკმიოს, იქ უნდა ლამპრები აინთოს, იქ უნდა ქონდეს ნახშირი, უნდა ქონდეს ღვინო, უნდა იყოს კელაპტრები და ამ ყველაფერს ეკლესია ყიდულობს ბუნებრივია. ან თავად აწარმოებს, არა? ძალიან ბუნებრივი არის, თუმცა აი ვიმეორებ. უწმინდესი კურთხევა არის. პირად მოსმენელი მაქვს მე რომ ესე იგი არანაირი მსახურებაზე არანაირი ფასი არ არის დადებული. არ უნდა იყოს კონკრეტული და არავის არ უნდა მოთხოვო. რა თქმა უნდა ასრულებს თავის მოვალეობას. მაგრამ ეს ანიშნავს რომ იმან არ უნდა შეწიროს რაღაცა. მსახური თავის მოვალეობას ასრულებს, ხოლო ადამიანი გამოხატავს მადლიერებას. უფალი ამბობს ახარებაში, გაიხსენეთ მუშაკი ღირსია სასყიდლით. როცა უფალი აგზავნეს მოციქულებს ახადაგებლად, იქეუნება არ წაიღოთ არც კვერთხი, არც ვაშკარანი, ანუ არც აბგა. რადგანაც ნურცორფესაც მოსწაიღებთო და დიახ, რადგანაც იმ თემს უნდა ეზონა მასზე. ამას კიდევ უფრო კარგად მე უფრო ცლად პავლე მოციქული ამბობს, რომ ზეუნება თავის მიერ ნაქადაგებ ეკლესიას თუ თქვენში თესავთ სულიერ სადიდი ამბავია ხორციელები ვიღოთ თქვენგან. თუმცა თავი პავლე მოციქული იყო ხელოსანი კაცი, ის იყო მეტყავე, როგორც ვიცით და თავისი შრომით იჩენდა თავს, მაგრამ ამბობს, რომ ვალდებულება აქვს საზოგადოებას რომ მოციქულს თუნდაც ხორციელად შეეხიდოს. მაგრამ აი მარტივად რომ ვთქვათ, სამუდამო მსახურების შედეგად შემდეგ ესე იგი ადამიანს თუ მარლიერების გამოხატა უნდა და რაიმეს გაიღებს ეს მასია დამოკიდებული და ჩვენ ცხადი ამის გამო მარლიერები ვარ, თუმცა რაიმეს ოფიციალური ვალდებულება არ არის. თუმცა ზოგადად უძველესი ტრადიცია იყო ასეთი რომ მღვდელმსახურს ევალება ნებისმიერ დროს ადამიანს დაუდგეს გვერდით და გული გაუთფოს, ხოლო ადამიანს ევალება რომ გამოხატოს მადლიერება. ცხადია ამა თუ იმ ფორმით, თუნდაც იტყვია. მღვდელმსახურს არ აქვს არც ხელფასი, არც სხვა შემოსავალი, მათაც ყავთ ცოლ-შვილი, ოჯახები და შესაბამისად ის სულიერისთვის ზრუნავს და
ბრელმა უნდა იზრუნოს მის მატერიალურ ცხოვრებაზე, რომ მას აღარ კონდეს აი ეს საფიქრალი და ბოლომდე იყოს სულიერებით დატვირთული და ემსახუროს თავის მრევლს. ნათლობა იქნება, სახლის კურთხევა, აღსარება იქნება, ზიარება იქნება, წესისაგება იქნება თუ რაც იქნება. ესეც გავაჟღეროთ, რომ ცხადია დამეთანხმებით. აი უამრავი შემთხვევაა, როდესაც ვიცით ჩვენ ადამიანს საშუალება არ აქვს და პირიქით. რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა მოთხოვოს დახმარებული ადამიანს, მაგაში გეთანხმებით. იბატონო, და აქეთ გაგვიწევია დახმარება ადამიანისთვის, პირიქით, აი ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია ადამიანი მოვიდეს ჩვენთან და გულს არავის არ ავაკეთებთ. თუ ადამიანს ხედავთ, რომ დახმარება ჭირდება, როგორც შეგვიძლია, არც დახმარებას არ დავაკლებთ. იბატონო. კიდევ მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გისმენთ ჩემო კარგო. გესმით ხომ ჩემი? დიახ, გვესმის. დიახ, ჩემი შეკითხვა ეხება მამაძე და სულიწმინდა. ეს როგორ განმარტოთ? არის შესაძლებელი რომ ასეთნაირად აღვიქვათ, რომ აი როგორც მზე მაგალითად თავისი ნათელი და სითბო თუ შეიძლება რომ ეს ერთ განუყოფლად წარმოვიდგინოთ და ასევე კიდე ერთი კითხვას დავამატებდი აქვე რომ გასაგებრეს ღმერთი ერთ ასევე სამპიროვნება არის და როდესაც იესო ქრისტე იყო ჯვარზე გაკრული და ევედრებოდა მამას აი ეს მომენტი როგორ განმარტოთ რომ ნათელი და გასაგები იყოს ჩვენთვის რა დიდი მადლობა ელი ლამასაბა რაც ალეგორია რაც მეგობარმა მოვიყვანა მამებისეული არის აი ყველაზე მარტივად გლეხურად როგორ შეიძლება გამოვთქვათ დოგმატი წმინდა სამებაზე არა რომ მამა უშობელია ძე მამისაგან შობილია ხოლო სულწმინდა მამისაგან გამოდის აი მზის დისკოს იღებენ ხოლმე მზის დისკო მზისგან იბადება ნათელი და გამოდის სითბო ბარემ აქვე ვთქვათ როგორია საეკლესიო სწავლება ღმერთზე ღმერთი არის ერთი საღვთო ბუნება არის ერთი მაგრამ სამპიროვანი მამა ძე და სულიწმინდა მამა უშობელია მისგან იშვება ძე და გამოდის სულიწმინდა. ეს არის მარტივად ვთქვათ ეს დოგმა. ცხადია დრო არ გვაქვს თორემ ამაზე ცლად შეიძლება საუბარი და ძე არის ჩვენი უფალი იესო ქრისტე. აი რაც შეეხება იესო ქრისტეს ლოცვას, არა? ამ შემთხვევაში ძე მამას იმართავს. ანუ ქრისტე მამისადმი ლოცულობს. ქრისტე ამბობს იოანეს ახალებაში. მამა მუდამ უსმენს მას, არა? როდესაც უნდა აზარი აღადგინოს მამას ეუბნება მე ვიცი რომ მუდამ ისმენ ქრისტე ლოცულობს თვითონ მამის მიმართ და აქ ნათლად ჩანს ყოვლადწმინდა სამების ერთობა ერთიანობა ამავდროულად ქრისტე ღმერთი კაცია ის ადამიანურ საზომში თავად შეიწირა ხოლო როგორც მამის თანაარსი თანასწორი და წმინდა სულისა ის თავად იღებს მსხვერპლს არა ქრისტემ საკუთარი თავი გაწირა ქრისტე თავად იყო ჯვარზე საკურთხეველიც სამსხვეპლოს და მსხვეპლიც და ესე იგი ამით მან საკუთარი თავი იმხდელმოქმედა და ყველა ჩვენგანი გამოვიხსენით სიკვდილის განჭებისგან მეგობრებო ეს ძალიან მოკლე რა თქმა უნდა თორე ამაზე ცოტა შეიძლება საუბარი კიდევ კი ბატონო ფაქტიურად ამოიწურა ჩვენი დრო მამაშიო მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის ასეთი საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ზურფას მაყურებლებს კი შევახსენებ რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ ნაკულბაქევის წმინდა გიორგის დედათა მონასტრის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი შიო ბაგურია. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთ შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.